კი ბატონო, ზადვართ შეგვიძლია დავიწყოთ. კარგი. პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ ლევან ცინაძე. ხმა იმედია კარგად ისმის. ჩემ პროფესიით მე ვარ მათემატიკოსი და უკვე ალბათ 20 წელზე მეტია, საგრძნობლად მეტი, რაც მუშაობ ტექნოლოგიების სფეროში. დავიწყე როგორც ინჟინერმა, გავაგრძელე როგორც მონაცემთა ინჟინერმა, მონაცემთა ანალიტიკოსმა, შემდეგ გადავედი მონაცემთა მეცნიერებაში, მანქანათმშენებლობაში, ღრმადასწავლაში და დღესდღეობით ვარ კვლევარი და ასევე მუშაობ უნივერსიტეტში, ვასწავლი და უნივერსიტეტში მაქვს კვლევითი პროექტები, ასე ვთქვათ. უნივერსიტეტთან მუშაობ ინდუსტრიაში, გამოყენებით სფეროში, მანქანათმშენებლობის კვლევარი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვექტორებზე და ვექტორების თვისებებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ვექტორები არის ძირითადი ინსტრუმენტი, საწყისი მანქანათმშენებლობის, რადგან ყველა მანქანათმშენებლობის მოდელი აპელირებს ვექტორებზე. ან მატრიცებზე, მაგრამ ეს მატრიცებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ვექტორები. ამიტომ დავიწყოთ ვექტორების ელემენტარული თვისებების, ვექტორების აღქმით, ვექტორების ელემენტარული თვისებების შესწავლით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვექტორების განმარტებებზე, მაგალითად მოვიყვანთ ორგანზომილებიან და სამგანზომილებიან ვექტორებს და იმედია სკოლაში ყველას გაქვთ ვექტორები გავლილი. შეგიძლიათ ჩართოთ მიკროფონი და მიპასუხოთ, რადგან მე სლაიდ შოუზე ვარ და მთელი ეკრანი მაქვს გაზიარებული და აქედან გამომდინარე ან შემიძლია ძალიან კარგი, ძალიან კარგი. შემიძლია ისე გავაკეთო. ცოტა რაღაც მეც დავინახო, რაზე ვსაუბრობთ. და გამუშვა სლაიდშოუ. ძალიან კარგი, რახან გავლილი გვაქვს, ამიტომ და გავლილი გვაქვს, რა თქმა უნდა, ალბათ ორგანზომილებიანი ვექტორები ან სამგანზომილებიანი მაქსიმუმი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უფრო ზოგად შემთხვევებზე, როდესაც გვაქვს მრავალგანზომილებიანი ვექტორები. ასე ვისაუბრებთ რა არის ვექტორის ძირითადი თვისება, პარალელური ვექტორებზე, ნულოვან ვექტორებზე, ვექტორების შეკრებაზე და გამრავლებაზე, გამოკლებაზე, სკალარზე გამრავლებაზე, მრავალგანზომილებიან ვექტორებზე, ვექტორების სკალარულ ნამრავლზე, ვექტორების ნორმაზე, ანუ სიგრძეზე და ვექტორებს შორის კუთხეზე, ვისაუბრებთ ვექტორებს შორის მანძილზე, ევკლიდურ მანძილზე, ასევე ვისაუბრებთ კუთხურ მანძილზე. მოვიყვანთ მაგალითად სიტყვის ვექტორებს და რაღაც ძალიან მარტივ მაგალითს, ამაზე მე ალბათ დავალებაში უფრო კონკრეტულად მოგცემთ და მე როდესაც გადახვალთ NLP-ზე უფრო კონკრეტულად ნახავთ ამ მაგალითს, სიტყვის ვექტორებით როგორ შეგვიძლია манипуლირება და როგორ შეგვიძლია მაგალითად მეფეს გამოვაყოთ. მეფის ვექტორს გამოვაყოთ მამაკაცის ვექტორი და მამაკაცის ქალის ვექტორი და მიუახლოვდეთ დედოფლის ვექტორს. ასე ვილაპარაკებთ პრაქტიკულ ვექტორებზე, გამოვიყენებთ Python-ის ბიბლიოთეკას NumPy-ს, რომელიც არის მასივებთან და მრავალგანზომილებიან მასივებთან სამუშაო ბიბლიოთეკა, სწრაფი ბიბლიოთეკა და NumPy-ს გამოყენებით გავაკეთებთ, შევხედავთ როგორ ხდება ვექტორების ინიციალიზაცია, გამოკლება, დამატება, გამრავლება. ასე ვისაუბრებთ ვექტორებზე სხვა კონტექსტში, წარმოვიდგენთ სურათებს როგორც ვექტორებს, ასევე განვიხილავთ რა განსხვავებაა კუთხურ და ევკლიდურ მანძილს შორის და გავაკეთებთ სურათების ჩადგმას ერთის ძალიან ცოტა წინ გავუსწრებთ მოვლენებს და ნეირონული ქსელით გავაკეთებთ სურათების ჩადგმას ვექტორებად, ვექტორიზაციად, ნეირონული ქსელის გავლით, ანუ სურათების ჩადგმას უფრო დაბალგანზომილებიან ვექტორულ ევკლიდურ სივრცეში, როგორც დაბალგანზომილებიან ევკლიდური სივრცის ელემენტებად, წერტილებად და შემდეგ კუთხური მანძილით ნახავთ, როგორ შეიძლება მსგავსი სურათების მოძებნა.
სურათის დახმარებით. და ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. თუ ვინმეს ქონიათ შეხება ან გაგიგიათ, რას ნიშნავს ენგანზომილებიანი ვევკლიდური სივრცე. ერენი მაგალითად. ანუ ან მომწერეთ კარგი. როგორც ჩანს, დიდად არ გქონიათ ამასთან ამის წარმოდგენა და ამასთან შეხება. მოდი ასე ვთქვათ. ჩვენ ვექტორები გვაქვს ნასწავლი ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი. მაგრამ ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია არ შევიზღუდოთ ჩვენი თავი და წარმოვიდგინოთ ნებისმიერი რიცხვის განზომილების ვექტორი. მეგობრებო, შემოსვლა უნდა და შემიძლია თუ არა დავეთანხმო, არ ვიცი. მე მგონი ის ლოგისტიკურ საქმეებს მე მიხედავ ხმელევან თქვენ არ მოცდეთ გავცემ პასუხს. ხო, ანუ ჩვენ თუ ნებისმიერ სამგანზომილებიანი სივრცე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ენგანზომილებიანი სივრცეს ახლა გეომეტრიულად წარმოდგენას, როგორც ორთოგონალური ღერძების განლაგება ძალიან რთულია, ასე ვერ წარმოვიდგენთ, ამიტომ ენგანზომილებიან სივრცეს ვიზუალიზაციას ნაკლებად ვაკეთებთ, არსებობს სხვადასხვა ხერხები, თუ დაბოლგანზომილებაში ვაკეთებთ ვიზუალიზაცია, მაგრამ უბრალოდ წარმოვიდგინეთ, რომ ენგანზომილებიანი სივრცე ეს არის სივრცე ევკლიდური, რომლის ელემენტებიც არის რაღაც n-ური მიმდევრობები. ანუ მიმდევრობები, რომელიც იწყება 1-დან მთავრდება n-ით. შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ. ზუსტად ამ მიმდევრობებს ჩვენ დავარქმევთ ვექტორებს ენგანზომილებიანი სივრცის, ისევე როგორც ორგანზომილებიან სამგანზომილებაში მიმდევრობები იყო ორ ელემენტიანი მიმდევრობები ან სამ ელემენტიანი მიმდევრობები. ვექტორს ისევე როგორც ორგანზომილებაში, ნებისმიერმა ორგანზომილებიან სივრცეში აქვს ორი თვისება. ეს არის მიმართულება, საით იხედება ვექტორი და ასევე აქვს სიგრძე ან ნორმა მეორენაირად. აი როგორც ხედავთ, ორგანზომილებაში შეგვიძლია ვექტორი ავწეროთ ნებისმიერ წყვილით. ზოგადად ორგანზომილებიანი სივრცის, ანუ სივრთხის ნებისმიერი ელემენტი არის ვექტორი ორგანზომილებაში. უფრო მეტი, ნებისმიერი სკალარი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ვექტორი, უბრალოდ ერთგანზომილებიანი ვექტორი. ნებისმიერ სკალარს აქვს მიმართულება, მხოლოდ ეს მიმართულება არის ან პლუსისკენ, ან მინუსისკენ, ხო, ან პლუს უსასრულობისკენ იხედება, ან მინუს უსასრულობისკენ. მაშინ, როდესაც სიფრთხეზე უკვე ეს მიმართულებათა რაოდენობა არის უსასრულო, ხო? ვექტორი შეიძლება იხედებოდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. ის არის შეგვიძლია ნებისმიერი მიმართულებით გავწიოთ ან გამოვწიოთ ორგანზომილებაში და უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ სამგანზომილებაში. ასე შემდეგ. ზუსტად ასევე შეგვიძლია არ შევიზღუდოთ ჩვენი თავი 2 და 3 და წარმოვიდგინოთ ენგანზომილებიანი ვექტორები. რა თვისებები აქვს ვექტორებს? ვექტორები შეიძლება იყოს ერთმანეთს პარალელური, ანუ ორივე ვექტორს კონდეს ერთნაირი მიმართულება, ზუსტად ერთი და იგივე მიმართულება კონდეს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება კონდეს სხვადასხვა სიგრძე. თუ ვექტორების სიგრძეც ემთხვევა და თან პარალელურები არიან, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ვექტორები, რადგან ორადორი თვისება აქვს ვექტორებს, მხოლოდ მიმართულება და სიგრძე, პარალელურ ვექტორებს აქვს ერთი და იგივე მიმართულება და ერთი და იგივე სიგრძე. და რადგან ეს ორი მახასიათებელი არის საკმარისი ვექტორის ასაღწერად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი პარალელური ვექტორი, რომელსაც აქვს ერთი და იგივე სიგრძე, ერთმანეთის ტოლია. ასევე ვექტორი, რომლებიც განლაგებულია ერთ წრფეზე და აქვს ერთი და იგივე მიმართულება და ერთი და იგივე სიგრძე, პარალელურის მაგალითად რო დავკონკრეტდეთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ტოლია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ვექტორის სივრცეში ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილოთ პარალელური, ამას ხშირად პარალელური გადატანას ეძახიან ხოლმე, პარალელური გადატანით შეგვიძლია მოვდოთ კოორდინატთა ღერძების სათავეს. ანუ ვექტორი წამოვიდეს ნულიდან. ასე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ნულოვანი ვექტორი. ხო, პარალელურ ვექტორებზე ახლა სკალარულ ნამაზზე ვისაუბრებთ, ვიტყვით, რომ პარალელური ვექტორები არის ერთი აუცილებლად გამოისახება მეორეს დადებით სკალარზე ნამრავლით. ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნულოვანი ვექტორი. ნულოვანი ვექტორი არის ვექტორი, რომელსაც ყველა კოორდინატი, ყველა ელემენტი აქვს 0. მისი სიგრძეც არის 0 და მისი მიმართულება არის ნულოვანი. ესეთი ერთი უნიკალური ვექტორი გვაქვს.
ხო, ამ ელემენტებს პირველს მეორეს ამ ჩვენი მიმდევრობის ელემენტებს ხშირად მეორნაირად ეძახიან კოორდინატებს, ხო, ვექტორის. ესეც ხანდახან ესეც დაუძახებთ ხოლმე. მანქანურსწავლებაში მახასიათებლებს, უკაცრავად ხმაურისთვის. აი მაგალითი არის აქ მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითი 45 გრადუსიანი კუთხით არის აბსცისა ღერძიდან და ორდინატა ღერძიდან გადახრილი ეს ჩვენი ვექტორი, ანუ კუთხე აბსცისა ღერძიდან, ან ორდინატა ღერძიდან, ან ერთ-ერთი ღერძიდან, ასევე სიბრტყიდან, ჰიპერსიბრტყიდან, ნუ ამაზე აღარ გვინდა დაკონკრეტება, უბრალოდ ასახავს ამ ვექტორის მიმართულებას. მეორე მხრივ კოორდინატები ასახავს მიმართულებას. ეს ვექტორი რო ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ მოვკიდოთ ხელი და გავაჩოჩოთ. პარალელურად, ისე რომ არ შევცვალოთ კუთხე, არც x-თან, არც y-თან, ნუ ერთ-ერთთან მაინც, თუ არ შევცვლით კუთხეს და პარალელურად გავწევთ ნებისმიერ სივრცეში გადავიტანთ, სივრცის ნებისმიერ რეგიონში გადავიტანთ, ეს ვექტორი იქნება იგივე, რადგან მიმართულება სიგრძე არ შეიცვლება. ნულოვანი ვექტორი არის უბრალოდ ეს წერტილი, ხო? კოორდინატა სათავის წერტილი. რა ოპერაციები გვაქვს ვექტორებზე? ისევე როგორც გვაქვს ორში ან სამ განზომილებაში, n ნებისმიერ n განზომილებაში ვექტორები შეგვიძლია შევკრიბოთ, ვექტორები შეგვიძლია გამოვაკლოთ. ანუ ჯამის ოპერაცია და შებრუნებული ვექტორის ოპერაცია გვაქვს. მაგალითად, ვექტორების ჯამი არის კოორდინატების მიხედვით ვექტორების შეკრება. რადგან ჩვენ ვექტორი შეგვიძლია გადმოვაჩუჩოთ და მივიყვანოთ ნულოვან სათავეზე, ამიტომ მოდი სამკუთხედებზე ნუ ვიმსჯელებთ ჯამზე როგორც სამკუთხედებზე და ძირითადად დავფოკუსირდეთ ვისაუბროთ ვექტორებზე, რომლებიც გამოდიან კოორდინატთა ღერძიდან. ანუ ჩვენი ვექტორები მომავალში, როცა ვახსენებთ ვექტორს, წარმოვიდგინოთ, რომ მისი ბოლო, მისი თავი აუცილებლად მოდებულია კოორდინატთა სათავეს. და ძირითადად მანქანურ სწავლებაში რო შევხვდება ჩვენ ვექტორები, ეს ვექტორები ალბათ აბსოლუტურად უმრავლესობა შემთხვევაში, ანუ ძალიან მაღალი ალბათობით იქნება მოდებული კოორდინატთა სასწავლაში. თუ არა და მაშინ უნდა იყოს ორ-ორი კოორდინატით, ხო, მოცემული სათავის კოორდინატი და ბოლოს კოორდინატებით. მაგრამ როდესაც მხოლოდ სათავის კოორდინატებით გვაქვს მოცემული ვექტორი, იგულისხმება, რომ ბოდიში მხოლოდ ბოლოს კოორდინატთა სათავეში, ანუ ბოლო წერტილის, ხო, კოორდინატებით გვაქვს მოცემული ვექტორი, იგულისხმება, რომ ეს ვექტორი მოდებულია კოორდინატთა სათავეში. და ვინაიდან რადგანაც ნებისმიერ ვექტორს შეგვიძლია მივაჩოჩოთ კოორდინატთა სათავემდე და კარგი იქნება თქვენ თვითონ თუ გაიხსენებთ ამის დამტკიცებას სამ განზომილებაში ან ორ განზომილებაში, როგორ ხდება მიჩოჩება, გამოიყვანთ ამის ფორმულას და ცდით იგივე გააკეთოთ n განზომილებაში, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვექტორის სასახად ავწეროთ მხოლოდ წვეროს კოორდინატებით, მხოლოდ ბოლოს კოორდინატებით, ხო, ვექტორს აქვს სათავე, ვექტორს აქვს ბოლო. იმდენად ხშირად სათავიდან არის ვექტორი გამოსული მანქანურ სწავლებაში, ხო, ჩვენ სფეროში, რომ ძალიან ხშირად მავიწყდება კიდეც, რომ ვექტორ თავიც აქვს და ბოლოს მარტო ბოლო კოორდინატებით მან გაიშვება. ეხლა ვექტორების ჯამი. კოორდინატა სათავეში უარ იყოს, მაშინ თავიც უნდა შევკრიბოთ, ხო, მაგრამ რადგან კოორდინატა სათავიდან მოდის ორივე ვექტორი u და v, ამიტომ ამათი ჯამი არის ბოლოს კოორდინატების ჯამი. ანალოგიურად სხვაობა არის ბოლო კოორდინატების სხვაობა. ეხლა ნებისმიერი ვექტორისთვის ალბათ ხვდებით, რომ შეგვიძლია მოვძებნოთ ისეთი ვექტორი, რომელთა სხვაობითაც მივალთ ნულში, ხო? ანუ თუ v-ის კოორდინატები არის v1, v2 და vn, მის შებრუნებული ვექტორი, ანუ -v1, -v2 და ასე შემდეგ -vn-ის ამ ორი ვექტორის სხვაობით, ანუ უბრალოდ ჯამით, მის შებრუნებულის ჯამით, რაც არის გამოკლება, მივალთ აუცილებლად ნულოვან ვექტორზე, დავალთ ნულოვან ვექტორზე. ნუ აქ არის ზუსტად საუბარი n განზომილებიან ვექტორებზე. n განზომილების ვექტორები, როგორც აგიხსენით, არა მხოლოდ შემავალი არის მანქანის მონაცემებში, ამიტომ ძალიან ხშირად ეს ვექტორები არის მანქანური სწავლების მოდელის, ანუ AI მოდელის შედეგი. ხშირად ის აბრუნებს ვექტორს. არის შემთხვევები, როდესაც აბრუნებს სკალარს, განსაკუთრებით როდესაც ვისაუბრებთ რეგრესიაზე, მაშინ ნახავთ, რომ სკალარს აბრუნებს, ან როდესაც ვისაუბრებთ ბინარულ კლასიფიკაციაზე, მაგრამ როდესაც უკვე არაბინარული, არაორობითი კლასიფიკაცია გვაქვს, გვინდა მაგალითად 10 კლასში გავაკეთოთ კლასიფიკაცია და ამოვარჩიოთ, რომელ კლასს აქვს უფრო მაღალი ალბათობა, რომელ კლასის ალბათობა თვლის ჩვენი მოდელი, რომელ კლასზე ანიჭებს უფრო მეტ მაღალ ალბათობას ჩვენი მოდელი, მაშინ შევქმნით ალბათურ ვექტორებს მაგალითად. ეს არის ვექტორი, რომელიც არის პირდაპირ ალბათური განაწილება, ამის კოორდინატებიც ქმნიან ალბათურ განაწილებას. ამ კოორდინატების ჯამი არის 1 და თითოეული კოორდინატი არის დადებითი და 1-ზე ნაკლები. შეიძლება 1 იყოს და უარყოფითი იყოს და 1-ზე მეტი, მაგრამ მოდულით 1-ზე მეტი.
ვექტორების და სკალარების ნამრავლი. ვექტორი შეგვიძლია გავამოვლოთ ნებისმიერ რიცხვზე. აქაც როგორც ჯამის შემთხვევაში სკალარზე ნამრავლი ნიშნავს, რომ თითოეულ კოორდინატს ვამრავლებთ ამ კონკრეტულ სკალარზე. მაგალითად, თუ სკალარი არის დადებითი, ვექტორი უბრალოდ სიგრძეს შეიცვლის. ან თუ ერთზე ნაკლებია სკალარი, ვექტორი უფრო შემცირდება სიგრძეში, თუ ერთზე მეტია სკალარი, მაგალითად ალფა, ჩვენ შემთხვევაში, მაშინ ვექტორი უფრო გაიწელება, ასე ვთქვათ, სიგრძეში წარმოსახვისათვის. მაგრამ თუ სკალარი არის უარყოფითი, მაშინ ვექტორის სიგრძის ცვლილებას, თუ ალფა არის 1, მაშინ ვექტორი დარჩება ისევ ის, რა ვექტორიც იყო, იმიტომ რომ თითოეულ კოორდინატს განმავლდება მხოლოდ 1-ზე. მაგრამ თუ ალფა არის უარყოფითი, ვექტორის სიგრძის ცვლილებასთან ერთად ვექტორი ასევე შემოbrunდება საპირისპირო მიმართულებით. ანუ ეს ვექტორი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ საპირისპირო მიმართულებით იგივე წრფეზე იქნება, უბრალოდ შემოbrunდება საპირისპირო მიმართულებით და ეს ხდება n განზომილებიან სივრცეშიც, ისევე როგორც ხდება სამ განზომილებიან სივრცეში. ამიტომ თუ გინდა ჩვენ ვექტორი შევაბრუნოთ, მაშინ მას გავამრავლეთ -1-ზე. და ამ ორი ვექტორის ჯამი იქნება 0, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თითოეული კოორდინატის ნიშანი შეიცვლება. და უბრალოდ მე ამათი ჯამი იქნება კოორდინატის თავის საპირისპირო თითოეული კოორდინატის თავის საპირისპიროს დამატება, რომელიც მე მოგცემს 0-ს თითოეული კოორდინატისთვის. და სკალარულ ნამრავლს აქვს დისტრიბუციის თვისება, დისტრიბუციულია, ნიშნავს რომ ალფა გამრავლებული ორი ვექტორის ჯამზე არის ალფა გამრავლებული პირველ ვექტორზე და ალფა გამრავლებული მეორე ვექტორზე. კარგი იქნება თუ აიღებთ კვალამსაფუძვლს, დაამტკიცებთ ამას და დარწმუნდებით რომ ესეა. ძალიან მარტივი დასამტკიცებელია, როგორც კი გავიგებთ რა არის სკალარზე ნამრავლი. ანუ მაგალითისათვის NumPy-ში როგორ შეგვიძლია ავწეროთ ვექტორი პირველ რიგში უნდა დავაყენოთ NumPy ჩვენს Python-ის გარემოში. ხშირად და ალბათ ყოველთვის NumPy-ს ყოველთვის უკეთებენ ესეთ ზედმეტ სახელს NP-ს. ისევე როგორც Pandas უკეთებენ PD-ს, TensorFlow-ს TF-ს, მაგალითად PyTorch არაფერს არ უკეთებენ, PyTorch არაფერს არ უკეთებენ, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რაღაც დამკვიდრებული ზედმეტ სახელები, რომელიც ერთგვარი სტანდარტია. როდესაც NumPy შემოგვაქვს, აუცილებლად თავიდან რომ ავირიდოთ ბევრი წერა, აუცილებლად NP-ს ვარქმევთ ხოლმე, ესეთ ზედმეტ სახელს უკეთებთ. ამიტომ როდესაც შემოვიტანოთ NumPy, უკვე ეს არის NP, ეს ბიბლიოთეკა და ვექტორის აღწერა არის უბრალოდ NumPy-ის მასივი, რომელსაც აქვს უბრალოდ ერთი განზომილება, ხო? ეს არის მასივი, ჩვეულებრივი მასივი. მეორე მხრივ თუ პროგრამებასთან შეხება გქონიათ, ვექტორები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც ფიქსირებული ერთი და იგივე ზომის მასივებად. და NumPy-ში ასევე შესაძლებელია, რომ ვექტორები პირდაპირ შევკრიბოთ და ვექტორები ერთმანეთს გამოვაკლოთ. პირდაპირ შეკრება და გამოკრება ოპერაცია გადატვირთულია და აკეთებს თითოეული მასივის ელემენტის შესაბამის კოორდინატის, ანუ შესაბამის ელემენტის, შესაბამის ინდექსზე მყოფი ელემენტების აჯამვას ან გამოკრებას. შეკრებას, ბოდიში აჯამოს არა შეკრებას, ანუ 1-ს მივუმატებს 4, 2-ს მივუმატებს 5, 3-ს მივუმატებს 6 და მივიღებთ 5, 7 და 9-ს. თუ ხდება გამოკლება, 1-ს გამოაკლებს 4-ს სხვა იმის სხვა განზომილების ისინი რო იყოს, რა ქვია, ვექტორები. სხვადასხვა განზომილების ვექტორებში არ განიხილავს, სხვადასხვა განზომილების ვექტორები არიან სხვადასხვა სივრცის ელემენტები. გასაგებია. ეს აქ საუბარი, როდესაც არის შეკრებაზე ალგებრულ ოპერაციაზე, შეკრებაზე, გამოკლებაზე, გამრავლებაზე და სკალარულ ნამრავლზე, იგულისხმება, რომ გვაქვს ერთი და იგივე განზომილების ვექტორები. თუ ერთი განზომილება ნაკლებია მეორეს განზომილებაში, შეიძლება წარმოიდგინოთ ქვესივრცეთ და უბრალოდ შეავსოთ ნოლებით. ეს მათემატიკაში მოსულა, ასე ვთქვათ, და შესაძლებელია ესეთი ოპერაციები ხდება ხოლმე, თუ ჩვენ ქვესივრცეზე გვინდა რაღაც ოპერირება და ქვესივრცეზე გვინდა ეს არის მათემატიკის თვისება ქვესივრცეების ბევრ ალგებრულ სტრუქტურაში. ზოგადად უნივერსალურ ალგებრებშიც არის განსაზღვრება ქვესივრცის ან ქვეალგებრის. და როგორც ვექტორი, როგორც ალგებრა ერთ-ერთი შეიძლება ზამინოთ ქვესივრცეში შევავსოთ ნოლებით და დავუმატოთ უფრო დიდ განზომილებიან ვექტორს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ალბათ არასდროს არ მოგვიწევს. აქ სამგანზომილებიანი აღწერი, რა თქმა უნდა, შეგიძლია აღწეროთ ნებისმიერ განზომილებიანი NumPy-ის მასივი, ხო და ეს მასივები უკვე არის ვექტორები და გააკეთოთ ასევე შეკრების და გამოკლების ოპერაცია. ნუ აქაც თითოეული კოორდინატს აკლდება და მსუყვალგან 3-იანი -3-ები დაჯდა. საკმაოდ კარგი ისეთი ვექტორი იქნება, ალბათ 45 გრადუსიანი, ხო, ბოდიში. ვექტორების ნორმა. ახლა წარმოიდგინეთ რა არის ნორმა. ახლა წარმოიდგინეთ ვექტორის რო კონდეს მხოლოდ ერთი კოორდინატი, ანუ იყოს ნუგანზომილებიანი, სკალარი რო იყოს. რა იქნებოდა ეს ნორმა? თუ მეტყვის ვინმე.
ნორმა არის ფესვი თითოეული კოორდინატის კვადრატების ჯამიდან. მაგალითად ორგანზომილების 3 და 4-ის ნორმა რა იქნება 9 + 16. 9 + 16 არის 25, 25-დან ფესვი არის 5, ხო? 1 - 2 - 2 რა იქნება? 1-ის კვადრატი 1-ია, -2-ის კვადრატი 4-ია, -2-ის კვადრატი 4-ია, 4 + 4 + 1, ანუ 9. 9-დან ფესვი იქნება 3. და NumPy-ში იმპლემენტაცია ნორმის შეგიძლიათ NP linear line alg, ან line alg. ეს ნიშნავს linear algebra, ანუ წფივი ალგებრა და აქედან მე ნორმა ამოიღოთ. მივით გამოიზახოთ ფუნქცია ნორმა და ვექტორის ნორმას დაგიბრუნებთ. რა იქნებოდა ნორმა, რომ v-ს კონდეს მხოლოდ ერთი v1 კოორდინატი. რა იქნებოდა ნორმა? თუ შეგიძლიათ მე მომწეროთ ან მივხვდით. v1 იქნებოდა ეგრევე. v1 იქნებოდა თითქმის მართალი ბრძანდებით. მოდულით. აბსოლუტურად მართალი. და მოდული რა არის? გეომეტრიულად. მანძილი ერთ ციკლიდან მეორემდე. კი ბატონო, და ერთი რიცხვის მოდული რა არის? მანძილი ამ რიცხვით, ანუ ამ რიცხვით სადაც არის, ხო, ღერძზე განლაგებული. ნულიდან ამ რიცხვამდე. ხო, ნულიდან ამ, ანუ კოორდინატთა სათავიდან ამ რიცხვამდე. არის მანძილი. ხო. კი ბატონო. იგივე ხდება ვექტორების შემთხვევაშიც, ხო? მისი ნორმა არის ამ ვექტორის სიგრძე. მანძილი ამ ვექტორის წვერომდე, აბესა ბოლომდე, ხო, კოორდინატთა სათავეში გვაქვს ვექტორი, ვიწყებთ კოორდინატთა სათავიდან, თუ არ დავიწყებთ კოორდინატთა სათავიდან, მაშინ აქ უნდა აღვიღოთ თითოეული სხვაობა, სხვაობის კვადრატი. ბოლოს და თავის, ან თავის და ბოლოს კვადრატია, აქედან გამომდინარე, აქ ნიშნობა -1 და +1, მაინც კვადრატში ავა, ხო? მანძილი კოორდინატთა სათავიდან ამ ვექტორის წვერომდე, რაც არის სიგრძე, ხო, ამ ვექტორის. აქედან გამომდინარე, ნორმა არის სიგრძის ერთ-ერთი სიგრძე ვექტორის და უფრო მეტიც მათემატიკაში არსებობს ნორმის უფრო ზოგადი განმარტება, რომელიც არის სიგრძის განზოგადება. ანალოგიურად აქაც ორგანზომილებაში კარგი იქნება, რომ თქვენ თვითონ დაამტკიცოთ, რომ მაგალითად ვექტორი 3, 4 სიგრძე არის 5 და ვექტორი 1, -2, 2 სიგრძე არის 3. კარგი იქნება, რომ ეს დაამტკიცოთ. ესენი ძალიან მარტივი დასამტკიცებელია. ერთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პითაგორას თეორემა, ხო? და ვინაიდან და რადგანაც აბსცისა და ორდინატაზე კოორდინატი ან პროექცია არის, ხო? მართობული დაშვება, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია, რომ დაამტკიცოთ, რომ ეს არის ზუსტად სიგრძე. ეხლა ვისაუბროთ ვექტორების სკალარულ ნამრავლზე, რომელსაც dot product-ს ეძახიან ხოლმე. სკალარ პროდუქტი არ ვიცი, ეძახიან თუ არა ინგლისურად, ძირითადად მაინც ხდება dot product-ი, ამიტომ dot product-ი უფრო მეტიც არის, მარტო ვექტორების ხანდახან მატრიცებზეც ამბობენ, ან ადამანტის პროდუქტს ეძახიან მატრიცების შემთხვევაში, იმაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მოდი უბრალოდ თქვენ არაგერიო ტერმინოლოგია, როდესაც მე შეხვდებათ ამოცანა, ან მოგიწევთ მუშაობა, სტატიის გარჩევა ინგლისურ ენაზე, ძირითადად დაიმახსოვრეთ, რომ ენა სამეცნიერო არის ინგლისური, ამიტომ ინგლისური ენა უნდა იყოს თქვენთვის ტექნიკური ინგლისური მაინც ადვილი და უნდა იცოდეთ ეს ენა, შემეჩევა იქნება. სკალარული ნამრავლი ვექტორების ეს არის თითოეული კოორდინატის, პირველი ვექტორის შესაბამისი კოორდინატის, მეორე ვექტორის შესაბამისი კოორდინატის გამრავლებული და ეს აჯამული. რატო ქვია სკალარული? იმიტომ რომ ამ ვექტორების სკალარული ნამრავლით ვიღებთ რას? სკალარს. ხო? ეს რიცხვია უკვე და არა ვექტორი. ყველა კოორდინატი შესაბამისი კოორდინატზე გამრავლე და აბჯამი. v1 u1-ზე, u1 v1 + u2 v2 და + un v1 და აბჯამი. აბა თუ ხვდებით არის თუ არა ნორმა სკალარული თავის თავზე სკალარული ნამრავლიდან ფესვი. ხო, ესეც აქ ვექტორს თავის თავზე ვამრავლებთ, ანუ კვადრატი ხდება, ანუ ხო, გამოდის ნორმა. თითოეული v1-ის კვადრატი იქნება + v2-ის კვადრატი + v-ის კვადრატი, ანუ v1 v1 + v2 v2 + vn vn, ამ კვადრატებია და ამიტომ ფესვია. ანუ ნორმის განმარტება მათემატიკაში ასეულს უფრო ზოგადი სივრცეები. ეს არის inner product space, ასე ქვია ხოლმე, შიდა ნამრავლის, ანუ სკალარული ნამრავლის სივრცეები, ეს არის სივრცეები, სადაც ელემენტ ნებისმიერი წყვილისთვის განმარტებულია სკალარული ნამრავლი, ანუ ნებისმიერი წყვილი გადადის სკალარში, რიცხვში. და ზოგ შემთხვევაში რიცხვი შეიძლება არ იყოს რომელიმე ველის ელემენტი. და ამ როგორც კი გაქვს სკალარული ნამრავლი, უკვე გიჩნდება ნორმა, აი ამ ფორმულით. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჯერ სკალარული ნამრავლი განმარტოთ და იმით განმარტოთ ნორმა. მაგრამ უბრალოდ რო იცოდეთ, ესეც შეიძლება გამოგვადგეს, რამხელა გავლენა აქვს სკალარულ ნამრავლს ნორმაზე. NumPy-ში იმპლემენტაცია არის np dot
use და vesi. მეორეს მხრივ სკალარული ნამრავლი, აი აქ მინდა რომ ძალიან ყურადღებით იყოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან გადამწყვეტია ხოლმე ხშირად, როდესაც შემდეგ უკვე ვექტორების მანძილს განვიხილავთ და ვექტორების შორის მანძილს განვიხილავთ და როდესაც სიტყვების, სურათების, გრაფების მსგავსება გრაფის წიბოების, ესა წვეროების ბოდიში მსგავსება გვინდა მოვზებნოთ. Რამდენად მსგავსია ერთი მეორესთან, როდესაც გაივლის რომელიმე მანქანური სწავლების AI-ის მოდელს, ძირითადად ნეირონულ ქსელს. მსგავსება ხშირად ხდება ხოლმე მხოლოდ მათ შორის კუთხის ანალიზით და არა მაგალითად ევკლიდური მანძილით. ამიტომ მინდა რომ გაითვალისწინოთ ეს და კარგად ყურადღებით მიეცეთ ეს რაც ნასწავლი გაქვთ ორგანზომილებაში ან სამგანზომილებაში, იგივე არის ენგანზომილებიან სივრცეში, იქაც არის კუთხე, იმ კუთხეს აქვს კოსინუსი და სინუსი, აქედან გამომდინარე ტანგენსი და არქტანგენსი და ბოდიში კოტანგენსი, ასევე არქტანგენსიც და კოსინუსიც, მაგრამ ამ კოსინუსი და კოსინუსით შეგვიძლია განსაზღვროთ ვექტორებს შორის სკალარული ნამრავლი. ვექტორებს შორის სკალარული ნამრავლი არის პირველი ვექტორის ნორმა გამრავლებული მეორე ვექტორის ნორმაზე გამრავლებული მათ შორის კუთხის კოსინუსი. თუ გვაქვს ორი ვექტორი მოცემული, მათ შორის კუთხის დათვლა აქედან ძალიან მარტივია, ხო? თუ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ვექტორი არის ნულოვანი. როგორ უნდა დავთვალოთ? იმიტომ ნულოვანი შემთხვევაში ხო არ გამოსასწორება გამო შეგვიძლია ამათი ნორმები ამათი სკალარული ნამრავლი გავყოთ ამათი ნორმების ნამრავლზე. და მივიღებთ უკვე რა გვაქვს, რა კუთხე გვაქვს ნებისმიერ ორ ვექტორს შორის. Ну, თუ კუთხე ნულოვანია, მაშინ კოსინუსი იქნება 1. ხო? ნულის კოსინუსი, სინუსი 0-ია, კოსინუსი 1-ია, ხო? იმიტომ სინუს კვადრატს პლუს კოსინუს კვადრატი 1. რადგან კოსინუსი 1-ია, კუთხე ნულოვანია, მაშინ მათი ნამრავლი დაემთხვევა მათი ნორმების ნამრავლს. კუთხე ნულოვანია ნიშნავს, რომ ეს ორი ვექტორი ერთ წრეზე მოთავსებული, ან პარალელურ წრეზეა მოთავსებული, ხო? და რადგან ჩვენ ყველა ვექტორი მოჩოჩებული გვაქვს, ასე ვთქვათ, აფსის კოორდინატთა სათავეში, აქედან გამომდინარე, უბრალოდ ერთმანეთზე დევს, ერთი ვექტორი მეორეზე დევს. თუ კუთხე არის 90 გრადუსი, მაშინ მათი სკალარული ნამრავლი გამოვა 0. რადგან მათ შორის კუთხე არის 90 გრადუსი და 90 გრადუსის კოსინუსი არის 0. ხოლო თუ ეს ორი ვექტორი სხვადასხვა მხარეს იხედება, მაშინ მათი კოსინუსი მათ შორის კუთხის იქნება უარყოფითი და სკალარული ნამრავლი იქნება უარყოფითი. ნუ ეს კუთხე ვერ დავხატე კარგად, გარედან დავხატე ტექსში და ამიტომ უბრალოდ შიგდა ნაწილი არის კუთხე. აი ეს არის ერთი ვექტორი, ეს არის მეორე ვექტორი. თუ ერთი ვექტორი მეორეზე დევს, ეს იქნება ნულოვანი კუთხე, სადღაც აქ გქონდეს მეორე ვექტორი წვერო, ან პროექციას თუ გააკეთებ, კარგი იქნება სკალარული ნამრავლს და პროექციას თუ შეადარებთ ერთმანეთს, რამდენად რელევანტურია სკალარული ნამრავლი და პროექცია ერთმანეთს. ეხლა განვიხილოთ ესეთი რაღაცა. სამკუთხედის უტოლობა ნორმებზე. ანუ ვექტორების ნორმებისათვის, ან ვექტორებისთვის სამკუთხედის უტოლობა. სამკუთხედის უტოლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი უტოლობა. ძალიან ბევრგან შეგვხვდება ეს უტოლობა და თუ გინდა შენ რომ მანძილის განმარტება შემოიტანო და მანძილის ფუნქცია შემოიტანო ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ელემენტებზე, ერთ-ერთი აუცილებელი თვისება არის სამკუთხედის უტოლობა. თუ სამკუთხედის უტოლობას არ აკმაყოფილებს მანძილი, მას მანძილი აღარ ქვია, მაგრამ ქვია პრემანძილი და სიმეტრიას თუ არ აკმაყოფილებს, მაშინ კვაზიმანძილი ან კვაზიპრემანძილი. ეს ძალიან ზოგადი თვისებებია, მაგრამ კონკრეტულად საკმაოდ ზოგად სივრცეებში, როგორც კი გაქვს მანძილი, გჭირდება სამკუთხედის უტოლობა. მაგრამ სანამ გადავალთ მანძილზე, სანამ გადავალთ ევკლიდურ მანძილზე და მანამდე მინდა ჩვენ თვითონ დავამტკიცოთ, რომ ორი ვექტორის ჯამის ნორმა ყოველთვის ნაკლებია ამ ვექტორების ნორმების ჯამზე. როგორ დავამტკიცოთ? წარმოვიდგინოთ მაგალითად A-სა და B-ს ნორმის კვადრატი, ჯამის ნორმის კვადრატი. ეს არის A+ B-ს დოტით, ანუ სკალარული ნამრავლი A+ B-ზე. თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ეს გაიაზროთ, ნამდვილად ესე არის თუ არა, და ეს არის უკვე A-ს ნორმის კვადრატს დამატებული 2 A-სა და B-ს სკალარული ნამრავლი პლუს B-ს ნორმის კვადრატი. არ ვიცი, ჩემ დროს სკოლაში ისწავლებდა კოში-ბუნიაკოვსკის ან კოში-ბუნიაკოვსკის შვარცის უტოლობა. თქვენ თუ გაქვთ ნასწავლი, რომ ორი ვექტორის სკალარული ნამრავლი ყოველთვის ნაკლებია უდრის ამ ვექტორების ნორმების ნამრავლს. ნასწავლი გვაქვს ახლა. კი. თუ ვინმეს არ აქვს ნასწავლი, სკალარული ნამრავლის და ნორმის განმარტებას თუ აიღებს, ძალიან ადვილად დაამტკიცებთ ამას.
ყოველთვის უფრო მე აქ გამოვა უფრო დიდი ჯამი, კვადრატები, თითეული კვადრატები იქნება კოორდინატების მიხედვით, ნამრავლის კვადრატები იქნება კოორდინატების მიხედვით და პლუს ამას დაემატება კიდევ ანუ არა კოორდინატების მიხედვით შერეული ნამრავლები როგორ კვადრატებში. რადგან ეს უყოლა დადებითია, კვადრატები რომ მოვაშოროთ, ეს არაუარყოფითია, აქედან გამომდინარე, არაფერი არ დაშავდება ამით, პირიქით, უფრო დაიკლებს და იმ დაკლებულზე კიდევ უფრო ნაკლები იქნება ასა და ბ-ის კანონური ნამრავლი, იმიტომ რომ აქ იდგა კვადრატები და აქ იდგა პირდაპირ ნამრავლები. ამიტომ ეს თუ ჩავსვით ჩვენ აქ, კარგი იქნება ამის დამტკიცებასაც თუ გადახედავთ, ეს თუ ჩავსვით ჩვენ აქ, 2AB-ს მაგივრად თუ ჩავსვით, მივიღებთ რომ 100 პლუს ნორმების ჯამის კვადრატი ნაკლებია ანტოლია, არ ვიცი რა ხდება დღეს ძალიან ხმაურია. ნაკლები ანტოლია თითოეულის კვადრატს დამატებული ნორმების გაუკეთებული ნამრავლი დამატებული მეორეს პირველის ნორმის კვადრატს გაუკეთებული ნორმების ნამრავლის კვადრატი დამატებული მეორეს ნორმის კვადრატი, რომელიც ასევე უკვე კიდევ რადგან ესენი უკვე ნორმებია, ნორმა კიდევ რიცხვია, ხო, სკალარია, ნორმა არის ვექტორის სიგრძე, სიგრძე კიდევ რიცხვია. ამიტომ ეს შეგვიძლია ჩავწეროთ 100 ნორმას პლუს b-ს ნორმა აპანი კვადრატში. რადგან მარჯვენა მხარეც უტოლობის და უკიდურეს მარცხენა მხარეც უტოლობის და მარჯვენა მხარეც ხო აბსოლუტურად არაუარყოფითია, ამიტომ მაქედან ფესვის ამოღება უკვე მოდული აღარ გვჭირდება, პირდაპირ შეგვიძლია ფესვი ამოვიღოთ და უტოლობაში შეგვიძლია ორივე მხრიდან ამოვიღოთ ფესი და მივხვდეთ, რადგან მათ კვადრატები სრულდება, ფესვისთვისაც შესრულდება, მაშინ შეგვიძლია ადვილად ვთქვათ, რომ ორი ვექტორის ჯამის ნორმა ყოველთვის ნაკლებია ამ ვექტორების ნორმების ჯამზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უტოლობაა. რატომ? განსაზღვროთ ვექტორებს შორის მანძილი. ასე. ეს არის ევკლიდური მანძილი. ვექტორებს შორის ეს არის მანძილი d distance, ესე აღნიშნავენ ხოლმე მანძილის ფუნქციას u-ს და v-ს შორის, ესეც გაიმახსოვრეთ. u-ს და v-ს შორის არის მათი სხვაობის ნორმა. ხა მანძილს რა თვისება უნდა ქონდეს? მათი სხვაობის ნორმა u-ს მინუს v-ს ნორმა ცხადია რომ ტოლი იქნება v-ს მინუს u-ს ნორმაზე. ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ასევე u-ს მინუს u-ს ნორმა იქნება ნულის ნორმა და იქნება ნული, ხო? ანუ მანძილს უნდა ქონდეს სამი თვისება. მანძილი წერტილიდან ან ელემენტიდან თავის თავში უნდა იყოს ნული, ამიტომ აქ რო u და v-ს მაგივრად u იყოს, ცხადია მათი სხვაობა იქნება ნულოვანი ვექტორი, ნულოვანი ვექტორის ნორმა ნორმიდან გამომდინარე იქნება ნულების კვადრატების ჯამი, ხო, ემცალი. და ეს იქნება ნული. ანუ ფესვი მაგით. u-ს მინუს v და v-ს მინუს u ნორმით ერთი და იგივეს გაძლევს. ეს არის u-ს მინუს v u-სა და u-ს კოორდინატების მიხედვით u iurs მინუს v iuris კვადრატების ჯამი, რომელიც იგივეა u iurs მინუს v iurs მინუს u iuris კვადრატების ჯამი. ანუ კვადრატში სხვაობის შებრუნება პრობლემა არ არის, ხო? იგივე სხვაობა არის. და მესამე და ნუ აქედან ფესვის ამოღება. მესამე და მნიშვნელოვანი არის რომ უბრალოდ u-სა და v-ს შორის არ აქვს მნიშვნელობა. u, v თუ გაქვს და ნებისმიერ w-ს თუ ავიღებთ ვექტორს, მესამე ვექტორს, მაშინ მანძილი u-დან v-მდე ყოველთვის ნაკლები იქნება, ან u-დან w-მდე ყოველთვის ნაკლები იქნება, ვიდრე მანძილი u-დან v-მდე დამატებული მანძილი v-დან w-მდე. აი ეს არის სამკუთხედის უტოლობა. და ზუსტად ეს ჩვენი წინა უტოლობა რო ავიღოთ, თუ ჩვენ ამას წარმოვიდგენთ როგორც u-ს მინუს v პლუს v-ს მინუს u-ს ნორმა, ეს იქნება u-ს მინუს w-ს ნორმა, ხო? u-ს მინუს w-ს ნორმა ყოველთვის ნაკლებია უდრის უბრალოდ u-ს მინუს v-ს ჭრილებში პლუს v-ს მინუს w-ს ნორმა ყოველთვის ნაკლებია უდრის, რაც არის იგივე u-ს მინუს v-ს ნორმა, ყოველთვის ნაკლებია უდრის u-ს მინუს v-ს ნორმას პლუს v-ს მინუს u-ს ნორმა. სადეთ თქვენ თვითონ უბრალოდ გითხარით სიტყვით, არ მინდა რომ დავწეროთ, სადეთ თქვენ თვითონ აქედან გამომდინარე ამის დამტკიცება. როგორ შეგვიძლია დისტანციან მანძილი, შეგვიძლია ესე ავიღოთ ნორმა u-ს მინუს v. რადგან ლინიარული ალგი გვაქვს და ნორმა გვაქვს, შეგვიძლია ევკლიდური მანძილი ესე პირდაპირ ავიღოთ, ხო? პითონში NumPy-ში გვაქვს ხო ნორმის ფუნქცია და აქედან შეგვიძლია უბრალოდ სხვაობის ნორმა ავიღოთ და ეს იქნება ევკლიდური მანძილი. აი ეს არის ევკლიდური მანძილი. წვეროებს შორის მანძილი. აი ეს არის ევკლიდური მანძილი ვექტორებს ორ ვექტორს შორის. რადგან ჩვენი ყველა ვექტორი მოდებულია ერთ და იგივე წერტილს. რო არ იყოს, მოვაჩოჩებთ და მოვდეთ. ამას ბევრჯერ ვიმეორებთ, კარგად ვიმეორებთ, რომ კარგად დაიმახსოვროთ და გაიასროთ.
ნუ კოსინუსური მანძილი. ეს არ არის სუფთა მანძილი, ეს არის უბრალოდ კუთხე, კოსინუსი ვექტორებს შორის და უბრალოდ მიმართულებით რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რამდენად მსგავსი აქვთ მიმართულება ერთმანეთთან. ხა მიმართულება ან არის ერთი და იგივე, ან არ არის, მაგრამ ბოდიში ამის და ამის მიმართულება და use და მაგალითად მისი შებრუნებულის მიმართულება უფრო შორს არიან ერთმანეთისგან, ვიდრე მაგალითად use და სადმე აქრო იყოს ხო ამის მიმართულება. რამდენად ახლოს არიან მიმართულებით ერთმანეთთან ვექტორები, ამას შეიძლება ბევრი რამე გითხრას ვექტორებზე. წარმოვიდგინოთ ვექტორები, რომელთაც უყურეს აქვს ერთი და იგივე სიგრძე, ან თითქმის ერთი და იგივე სიგრძე, სადღაც 0.9-სა და 1-ის ფარგლებში. ამ ვექტორებში მანძილს სასახად განსაზღვრავს მიმართულება, ხო? მათ შორის კუთხე. რაც უფრო დიდია კუთხე, მით უფრო შორს არიან ეს ვექტორები ერთმანეთისგან. იმიტომ რომ სიგრძე ერთი და იგივე აქვთ. მაგალითად სიგრძე აქვთ 1. ანუ ერთ წრეზე არიან განლაგებული ამ ვექტორების თავები, ბოლოები და მათ შორის მანძილი ერთადერთი მანძილის გამსაზღვრელია ერთადერთი კუთხე. თუმცა ზოგადად ესე არ არის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაგალითი, რომ მაგალითად v ვექტორი იყოს ძალიან გრძელი და ძალიან ახლოს იყოს მიმართულებით ამასთან, ხო, u-სთან. მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, მათ ბოლოებს შორის მანძილი ძალიან დიდი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კუთხე მათ შორის საკმაოდ მახვილია. მაგრამ მანქანასწავლებაში არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება სიგრძეს არ ქონდეს მნიშვნელობა და მხოლოდ მიმართულებას ქონდეს მნიშვნელობა, რადგან თითოეული კოორდინატი განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტული მახასიათებლის სიმკვეთრეს, ან მახასიათებლების კომბინაციის სიმკვეთრეს. რაც უფრო მეტია ეს კოორდინატი, მით უფრო მკვეთრია ეს მახასიათებელი. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული კოორდინატი შეიძლება პასუხისმგებელი იყოს მარჯვენა და მარცხენა კალის მახასიათებელზე სურათში, ან სიტყვების რამდენიმე კომბინაციაზე, რომლებიც ძირითადად გვხვდება სარკაზმული ტექსტის დროს. ხო, წინა ლექციებზე თქვენი საუბრეთ სენტიმენტების კლასიფიკაციაზე, ხო? დადებითი ემოციით დავწერე კომენტარი თუ უარყოფით და მან ძალიან დამაბნეველი არის ხოლმე სარკაზმი. როდესაც ხო კარგი ფილმი იყო ძალიან და ხო კარგი ფილმი იყო ძალიან. ამოთ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ამიტომ თქვენ თუ წინა კონტექსტი არ წავიკითხეთ ეს ამ ადამიანს რა ქონდა, რა აზრი ქონდა, ძალიან ძნელი აქედან გამოიტანო აზრი. ეს სენტიმენტი დადებითია თუ სარკაზმით ამბობს დადებით სენტიმენტს, რომელიც სინამდვილეში უარყოფითი სენტიმენტია. ხო, აბა რა კარგი ფილმი იყო. აქედან გამომდინარე, ხო, აბა რა კარგი ფილმი იყო. აქ ეხა ინტონაციით მიხვდება ადამიანი, ხო, ფონემების ინტონაციის მიხედვით, მაგრამ სინამდვილეში ტექსტში უნდა წინა ტექსტი წაიკითხო და ამოკრიფო იქიდან სარკაზმის მახასიათებელი და თუ სარკაზმის მახასიათებელი ჭარბობს, ეს შეიძლება ერთ კოორდინატში მოგროვდეს. და თუ ორივეს ეს კოორდინატი საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ კუთხე ამათ შორის შედარებით შემცირდება, ხო, რამდენიმე კოორდინატი ახლოს არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე იყურება სარკაზმის მიმართულებით. ეს გადავედი ხა ძალიან გაუსწარი მოვლენებს, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ წარმოდგენა შეგვიძლია. ნუ როგორც წინაზე გითხარით, კუთხის დათვლა ვექტორებს შორის არ არის თული საქმე, კუთხეები შეგვიძლია დავთვალოთ როგორ. ავიღოთ ვექტორების კალორ ნომერი და დავყოთ მათ ნორმების ნამრავლზე. ნუ იმ შემთხვევაში თუ არც ერთი ნორმა ნულოვანი არ არის. ნორმა მხოლოდ მაშინ არის ნული, როდესაც ვექტორი არის ნულოვანი ვექტორი. ესეც ნორმის თვისებაა. ნული მხოლოდ იმ შემთხვევაში. ნორმა არის ყოველთვის არაუარყოფითი და ნული არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვექტორი არის ნულოვანი. ანუ არის კოორდინატას სათავის წერტილი. ხო, ანგულარი, ანუ კუთხური მანძილი, ანგულარ დისტანსი ქვია, რადგან angle კუთხეა, ყოველთვის მიმართულებაზე, მისი სიგრძეზე არ აქცევს, სიგრძეზე არ ფოკუსირდება, უბრალოდ რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან მიმართულებით, ხო, თუ u ვექტორი ძალიან ახლოს არიან, ამასთან მიუხედავად რამ სიგრძეც არ უნდა იყოს u და რამ სიგრძეც არ უნდა იყოს v, თუ მაგალითად მათ შორის კუთხე ძალიან პატარა, ძალიან მახვილია, ნიშნავს, რომ ესენი დაახლოებით ერთი იგივე მიმართულებით იხედებიან და ხშირად მანქანასწავლებაში მხოლოდ მიმართულება გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ საერთო მახასიათებლები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი ან ცოტა. იმიტომ რომ საერთო მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ერთს აქვს ეს მახასიათებლები განაწილებული სხვადასხვა რაღაცაზე, მაგალითად ქალაქის სურათია და ერთს აქვს უფრო ქუჩებზე ეს მახასიათებელი, მეორეს აქვს უფრო მაღლივ კორპუსებზე ან ხალხმრავლობაზე, ნუ ეს ისე ვამბობ ხა თან. მაღალ ფიქრობ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მახასიათებელი ორივეს ერთ ძალიან მკვეთრი აქვს, მეორეს რამდენიმე, მაგალითად წყვილი 3-4 მახასიათებელი, რომელიც ქალაქს ასახავს, ერთისთვის შეიძლება იყოს ძალიან დიდი, მაგრამ
მეტნაკლებად სიმეტრიული მეორე ვექტორის მახასიათებლებზე და აქედან გამომდინარე, რომ ორივეს ექნება ერთმანეთთან ახლო მიმართულება. რა თქმა უნდა, მათ განსხვავებიც ექნება, რომ ქალაქის სხვა ტიპის სხვა ადგილია გადაღებული, მაგრამ ზოგადად რომ ეს ქალაქია, მხოლოდ კუთხით შეიძლება დაადგინოს მოდელმა. თუ ეს მოდელზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა და ვეცდებით, რომ დღეს რაღაც ვიზუალიზაცია ამის დავაკეთოთ. კითხვა ხო არ არის? შოთა ერთი კითხვა მაქვს მე, ჩვენ ვისვენებთ ხოლმე ლექციის სრულობის დროს, იმიტომ მე მაგალითად 1 საათზე მეც თულს მე რაღაცას მე ძალიან მიჭირს, რომ ფოკუსირება ფოკუსი მქონდეს. შეგვიძლია ვიკითხოთ. წინაშე შემთხვევაში მაგალითად 2 საათნახევარი წაიღო ისე რომ არ დაგჭირდა. ვიკითხე და ბავშვებმა თქვენს რომ გავაგზავნეთო. ამიტომ ვკითხოთ ბავშვებს ნებისმიერ მომენტში და როცა თქვენ ჩათვლით რომ შეიძლება საჭირო იყოს შესრულება, ვკითხოთ და მაგის მხრივ გავაგზავნოთ. კარგი, მაშინ ცოტას კიდე გავაგზავნებ რამდენიმე სლაიდს და მე ვიკითხავ მინდა თუ არ შესვენებ. თითქმის ბოლოს მივდივართ ახლა, პრინციპში დიდი დრო არც წავა ახლა. ძირითადად თვისებებზე ვილაპარაკებ ვექტორების და რაღაც მე ცოტა შევისვენოთ და რამდენიმე ვიზუალური მაგალითი გავარჩიოთ. ნუ, როგორც გითხარით, კუთხური და ევკლიდური მანძილი მნიშვნელოვანია და თითეული მიმართულება, ვექტორს თითეული კოორდინატი და მიმართულებას კოორდინატები განსაზღვრავენ ვექტორების, ხო? შეიძლება კოორდინატი შეიძლება რაღაცაზე იყოს პასუხისმგებელი. ეხლა ჩვენ თუ გავიხსენებთ ვექტორების ჯამს, არის ესეთი ძალიან კარგი მაგალითი word2vec-ის, ანუ სიტყვის ვექტორების. ერთ-ერთი ალგორითმია სიტყვის ვექტორიზაციის. სინამდვილეში რამდენიმე ალგორითმია. აქ მე მგონი ლაპარაკი არის continuous bag of words-ზე ან მეორეს. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ესეთი αλგორითმია, რაც ნეირონული ქსელი, არა ღრმა დასწავლის ნეირონული ქსელია, პატარა ნეირონული ქსელი, რომელიც სიტყვას გადაიყვანს ხოლმე ვექტორში. და აღმოჩნდა, რომ ამ ვექტორებს აქვს ძალიან კარგი თვისება, რადგან თითოეული კოორდინატი რაღაცაზე არის პასუხისმგებელი, აიღეს დედოფლის ვექტორი, დედოფლის შესაბამისი ვექტორი, გამოაკლეს მას ქალის ვექტორი, დაუმატეს კაცის ვექტორი და ეს მიუახლოვდა მეფის ვექტორს. ნუ თქვა ზუსტად არ დაემთხვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ქალის ვექტორმა წაიღო ის კოორდინატები, რომელიც სქესის განსაზღვრელი ეს კოორდინატები, ან კოორდინატების ჯგუფი სქესის განსაზღვრელი კოორდინატები იყო. როგორც კი ამას დავუმატებ კაცის ვექტორს, სქესი შეიცვალა, ასე ვთქვათ, ხოლო დედოფლის ვექტორში დარჩა მხოლოდ ის კოორდინატები, რომელიც განსაზღვრავდა, რომ ეს იყო სამეფო, ანუ royal vector, ანუ ეს იყო სამეფო, ხო, სამეფო წოდება. ანუ დედოფალს გამოაკლდა ქალი, დარჩა მხოლოდ ის კოორდინატები, აღმოჩნდა, რომ დედოფალი არის ქალის და სამეფო წოდების კოორდინატების ერთობლიობა. თუ შენ ამას გამოაკლებ ქალის კოორდინატებს და დაუმატებ კაცის კოორდინატებს, ხო, ანუ კაცის ვექტორს, მაშინ დარჩება სამეფო კაცის, ხო, წოდება, რომელიც არის ახლოს მეფესთან. და ნუ აი ამის რაღაც პატარა მაგალითი გადმოწერე, არ ვიცი, ამით მოგეწონებათ. მაგრამ შეგვიძლია ეს ნახოთ. მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად სურათი წარმოვიდგინოთ როგორც ვექტორი, ხო? ახლა რა არის სურათი კომპიუტერებში? სურათი. ეს ხო არ არის დაბეჭდილი სურათი, ხო? ეს არის რაღაც კომპიუტერებში ყველაფერი ციფრულად არის, ამიტომ ქვია ჩვენს მონაცემებს ციფრული მონაცემები. რადგან ჩვენთან ყველაფერი არის ციფრულად, ამიტომ ვექტორებიც, ამიტომ სურათები არის რაღაც ცხრილი, ხო? სხვა რიცხვების ცხრილი, სხვა ინტენსივობის ცხრილი. და ეს ცხრილი არის უბრალოდ ფერად სურათ შემთხვევაში არის სამ ცხრილად მოცემული. რომელსაც აქვს სიგრძე და სიგანე. და ეს ცხრილი ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაბრტყელოთ, ესე ვთქვათ, გავაგრძელოთ და წარმოვიდგინოთ როგორც ვექტორი. ნუ ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც სახეთ ამოცნობა ქვია ჩვენ ქართულად computer visions. ნუ მეორნაირად ალბათ შეიძლება კომპიუტერით ხედვა დაუძახოთ, ხო? როდესაც მასზე გადავალთ და computer vision-ის ანუ სახეთ ამოცნობის ამდენიმე ამოცანას გავაკეთებთ, ნახავთ როგორ იქ უფრო კარგად ნახავთ როგორ გადაყავს სურათი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ვექტორად, მაგალითად 28 ეს სურათი, ეს არის ემინისტის სურათები, ხელნაწერი ციფრების სურათები, როგორ შეგვიძლია გადავიყვანოთ
ერთ 700 რაღაც განზომილებიან 28-ზე გამომროლებიან ერთმანეთზე 4-ზე მთავრდება ფაქტია 700 რაღაც 4 განზომილებიან ვექტორად როგორ შეგვიძლია გადავიყვანოთ ამის მაგალითს იქ გავაკეთებთ როგორ შეგვიძლია გავავტყევოთ ხო ნებისმიერ ცხრილში შეგვიძლია თითეული სტრიქონი ავიღოთ და უბრალოდ ერთმანეთს გადავაბათ რაღაც მიმდევრობით ხო პირველი სტრიქონი მივაბათ მეორე სტრიქონი მივაბათ მესამე სტრიქონი და ასე შემდეგ ბოლოს სტრიქონამდე თუ გვაქვს 28-ზე სტრიქონი ეს სურათი ეს ნიშნავს რომ გვაქვს 28 სტრიქონი ხო 28 ცალი სტრიქონი 28 ვექტორი 28 ცალი 28 ვექტორი და ეს 28 ცალი 28 ვექტორი შეგვიძლია ერთმანეთს მივაწევოთ და გამოუგვივა უკვე 28-ჯერ 28 განზომილებიანი ერთი დიდი ვექტორი ეს მინდა რომ გაიაზროთ როგორ შეგვიძლია მაგალითად ვექტორების კონკატინაცია მათემატიკურად კონკატინაცია ასე არ განიხილება ესე არ ქვია კონკატინაცია მათემატიკურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ უბრალოდ მაღალ განზომილებაში უბრალოდ ეს ისედაც ვექტორი იყო უბრალოდ სხვა სახით იყო ჩაწერილი ხო ნუ შეგვიძლია თალსახად ნებისმიერი 28-ჯერ 28 ვექტორი გადავიყვანოთ 28-ზე 28-28 ვექტორად ხო ასპატანად კონკრეტული ნაწილები ამოვიღოთ და დავალაგოთ როგორც ცხრილი ყოველ შემთხვევაში სურათიც ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვექტორად ნეირონული ქსელების შემთხვევაში კომპლექსური მონაცემები, როდესაც გვაქვს ეს არის სურათები და ტექსტი, ძირითადად გრაფი, ნეირონული ქსელების შემთხვევაში ძალიან ხშირად, გრაფის შემთხვევაში ხდება ესე, როდესაც გრაფის ჩადგმას ვაკეთებთ, ეს კომპლექსური მონაცემი გადადის ვექტორში ან მატრიცაში, ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ეს ყველაფერი ვექტორია. გადადის დიდ ვექტორში, საკმაოდ მაღალ განზომილებიან ვექტორში, მაგალითად 512 განზომილები, 512-ზე რო გქონდეს სურათი RGB ხო, red, green, blue. ეს არის 3 ცალი 512-ჯერ 512-იანი ცხრილი. ხო? 3 ცალი ეს არის 3 გამრავლებული 512-ზე გამრავლებული 512-ზე, აი ეს ამხელა ვექტორი. საკმაოდ დიდი ვექტორია, ანუ 1024-1024 რო იყოს, ანუ ეს არის უკვე 1000-ჯერ 1000 არის მილიონი და გამრავლებული კიდე 1000-ზე მილიარდი, ხო? ანუ მილიარდ განზომილებიანი ვექტორია. მილიარდ განზომილებიანი ვექტორზე მუშაობის ნაცვლად, როდესაც ეს ვექტორი გაივლის ნეირონულ ქსელში, შეიძლება ჩამოვიდეს 512-ზე, ან 1024 განზომილებაზე, ან 128 განზომილებაზე. საკმაოდ პატარა ვექტორში ჩამოვიდეს და ამ ვექტორში უკვე აკუმულირებული იყოს ინფორმაცია მთელი ამ სურათის შესახებ. ამას ეძახიან ჩადგმას. ან გრაფი, წარმოიდგინეთ გრაფი არის თქვათ თითეული წვერო არის ერთი და იგივე სივრცის ვექტორი. ძირითადად ასეთ გრაფებს ეძახიან ჰომოგენურ გრაფებს და ძირითადად ესეთ გრაფებზე ხდება ხოლმე მუშაობა მანქანურ სწავლებაში. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ თითეული წვერო გრაფის გრაფს აქვს მაგალითად საშუალოდ ჩვენ გრაფებს აქვს 200 წვერო. ანუ თქვათ 2000 წვერო და თითეული წვეროს აქვს 1024 ან 2000 ან თქვათ 4000 რაღაც განზომილება, ხო 48 განზომილება. ნუ სუოლობით გადამყავს ხოლმე, მაგრამ ნუ შეიძლება სხვა განზომილება თქვას. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ 200-ჯერ 1024, ხო, საკმაოდ მაღალი განზომილებიანია, მაგრამ გრაფს გარდა იმისა, რომ აქვს უბრალოდ წვერო, ხო? ამას პირდაპირ ერთმანეთზე ვერ გადააბავ, ხო, გრაფს. გრაფს ასევე ჭირდება გრაფს ასევე აქვს ტოპოლოგიური სტრუქტურა, ხო, სივრცული სტრუქტურა, მეზობლების სტრუქტურა და მეზობლის სტრუქტურა. არსებობს ნეირონული ქსელების მოდელები, რომლებიც აგრეგაციით და ამ გრაფებზე მუშაობთ, ესე გრაფის კონვოლუციური ქსელები და უამრავი ინტერპრეტაცია. მთლიანი გრაფი შეუძლია ჩადგან ისე ვექტორულ სივრცეში, პატარა განზომილება, მაგალითად 512 განზომილებიან სივრცეში, მთლიანი გრაფი გადაიყვანო. ანუ ეს არის ხო, თვითონ ნეირონული ქსელი, კიდევ AI მოდელი, მანქანური სწავლებლის მოდელი არის ფუნქცია. რომელიც მე იმპლემენტაცია ხდება რომელიმე პროგრამირების ენაზე, ნუ ჩვენ შემთხვევაში Python-ს. ეს არის Python-ის ფუნქცია, რომელიც მიიღებს გრაფს, მიიღებს სურათის დიდ ვექტორს, ან ტექსტის ძალიან დიდ ვექტორს, ან გრაფს და გრაფს აქვს ორი რაღაცა, ხო, ერთი აქვს წვეროები და ეს წვეროები არის ასევე ძალიან დიდი ვექტორი და ასევე აქვს ან უბრალოდ ვექტორების რაღაც სია ხო და ასევე აქვს მეზობლების მატრიცა ან აქვს რაღაც სტრუქტურის მატრიცა ან სტრუქტურის ცხრილები ხო რომელიც გვეუბნება რომელი წვეროს მეზობელია და მე ის წვერო რომელი წვეროს მეზობელია რომელი წვეროების მეზობელია
და აი ამ სტრუქტურას მიიღებს ეს ჩვენი მოდელი და ჩადგავს რაღაც პატარა ვექტორულ სივრცეში, ისე რომ მსგავსი გრაფი ხდება მსგავსი გრაფის მეზობელი. ან კუთხური, ან ევკლიდური, ან ევკლიდური, ესე იგი ორივე მანძილით რაღაცნაირად შეგვიძლია უკვე გავიგოთ ეს ორი გრაფი რამდენად მსგავსი გრაფია. აქედან გამომდინარე საკმაოდ საინტერესოა უკვე ჩადგმა, როდესაც ხდება საკმაოდ რთული მაღალგანზომილებიანი მონაცემის, ერთი მონაცემის კონკრეტული მონაცემის ჩადგმა ხდება დაბალგანზომილებიან ვექტორულ სივრცეში. ნუ დაბალგანზომილებიანი, აქ რა თქმა უნდა, ფარდობითია, იმიტომ რომ 512 განზომილებიანი სივრცის წარმოქმნა ძნელი. თუმცა არსებობს მე განზომილების დაყვანის სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც რაღაც ინფორმაციას კარგავს, მაგრამ ჩვენთვის ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციას ინახავს. ხო, რაღაცნაირად პროექტირება რო ხდება დაბალგანზომილებაში, შეიძლება მაღალგანზომილებაში ძალიან შორს იყოს ორი ელემენტი, სამგანზომილებაში ძალიან შორს იყოს z-ის მიმართ, z ღერძის მიმართ ძალიან შორს იყოს ორი ელემენტი, მაგრამ დაბალგანზომილებაში შეიძლება ესენი, რადგან x-ის და y ღერძის მიმართ საერთოდ არ იყვნენ შორს, ანუ z ღერძის ორთოგონალურთან ახლოს წრის გარშემო წრეზე იყვნენ განლაგებული დაბალგანზომილება შეიძლება ამ საერთოდაც დაემთხეს ეს პროექციის დროს საერთოდ შეიძლება დაემთხეს ხო ეს წერტილები ერთმანეთს მაგალითად ჩვენ წარმოვიდგინოთ კუბი რომლის თითოეული სიმაღლეც არის z ღერძის პარალელური ეს ჩვენ პროექცია გავაკეთოთ სიმყეზე ორგანზომილების სიმყეზე მივიღებთ კვადრატს ხო დავკარგავთ ინფორმაციას სივრცით ინფორმაციას დავკარგავთ თუმცა რო იყოს პარალელოპიპედი მივიღებთ პარალელოპიპედის პროექციას როგორც ვხატავთ ხოლმე ხშირად ჩვენ თვითონ პარალელოპიპედს ან კუბს აქედან გამომდინარე პროექციის დროს ორგანზომილებაში პროექციის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენ რომ ვხატავთ ხო სამგანზომილებიან რაღაცებს ხო ხედავთ რომ რაღაც ინფორმაციას მაინც ვინარჩუნებთ ხვდებით რომ ეს არის პარალელოპიპედი არის კუბი არის სფერო არის კონუსი რაღაც პროექცია შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ თან მათემატიკურადაც ბევრი თვისება შევინარჩუნოთ ასე 512-იანი მე კიდე შეიძლება დაბალგანზომილებაში გადავიყვანოთ ხოლმე. მეორეს მხრივ ვექტორის მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კლასიკური მანქანური სწავლების რომელიმე მოდელი მაგალითად ჩვენ გვინდა განსაზღვროთ რაღაც ფასის წინასწარმეტყველება, რამდენად გაიზრდება ან დაიკლებს რაღაც კონკრეტული პროდუქტის ფასი, მაგალითად მანქანის, ავტომობილის ფასი. ავტომობილზე რაც უფრო მეტ მახასიათებას მოვაგროვებთ, მეტ და რეპრეზენტაციულ მახასიათებას, რელევანტურ მახასიათებას მოვაგროვებთ მის ფასთან მიმართებაში, მით უფრო კარგად იმუშავებს ჩვენი მოდელი. ავტომობილზე რა შეიძლება იყოს, რა მახასიათებლები შეიძლება გქონდეს ავტომობილს. ხო, ავტომობილს შეიძლება გქონდეს მოტორი, ხო, რაზე მუშაობს, დიზელზე თუ ბენზინზე. შეგვიძლია გქონდეს ორი ბინარული მახასიათებლები, 0 იყოს დიზელი, 1 იყოს ბენზინი. ან უფრო სწორად 0 იყოს დიზელი, 1 იყოს ბენზინი და 2 იყოს ელექტროძრავი. მეორე რა არის? ნუ არის მექანიკური თუ ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი, ხო? ეს მაგალითად მეორე მახასიათებელია. მესამე მახასიათებელი არის თუ არა ჰიბრიდი, ხო? ელექტროს შემთხვევაში ავტომატურად 0 იქნება ჰიბრიდი, ხო? ასევე ბენზინის ან დიზელის შემთხვევაში ჰიბრიდი 0 იქნება თუ მხოლოდ ან იქნება ბენზინი და ჰიბრიდი. ან თქვა. მეოთხე არის თქვა სედანი თუ ჯიპი, ხო? მეხუთე იქნება თქვათ წლოვანება ავტომობილის. მეექვსე იქნება კომპანია, რომელი კომპანიის არის, ხო? იქ რამდენიმე კომპანია, ხო? იქნება მოდელი, მარკა, მოდელი, ქვემოდელი, ფერი, რა დაზიანებები აქვს. ეს დაზიანებები კიდევ უამრავი შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ ეს ჩვენ შეგვიძლია სტრუქტურირებად გავაკეთოთ. აქ უკვე 5 მახასიათებელი შემოვიღეთ, ხო, ავტომობილის. ეს 5 მახასიათებელი უკვე 5 განზომილებიანი ვექტორია. თითოეული მახასიათებელი ავტომობილის არის უკვე ჩვენი ვექტორის კოორდინატი. და მე კიდევ თუ დავამატებთ ამას დაზიანებები შეიძლება 10 მახასიათებელი კონდეს. ძრავა კონდა თუ არა გადაზიანებული იყო, თუ არა გაკაცული მარჯვნიდან მარცხნიდან. ასე შემდეგ. ეს ხო შეგვიძლია ესევე 10 ან 100 მახასიათებელი დავამატოთ სხვადასხვა კატეგორიის ტიპის დაზიანებით. იმიტომ რომ რაღაც დაზიანება ხა გაკაცული შეიძლება უფრო ნაკლებად რელევანტური იყოს ფასზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოტორი ხო არის ხო, თქვათ დაზიანებული ისე რომ შეკეთება დასჭირდა ხო. გარბენი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გვაძლევს ერთ დიდ ვექტორს, რომელიც არის ავტომობილის აღწერა. ამ ვექტორები შეიძლება მიიღოს მოდელმა და დააბრუნოს შესაბამისი ფასი რა იქნება ავტომობილის.
თქვენ რომ მაგათ მიიღეთ შემოთავაზებას, ამ ავტომობილი შეიძლება შეუშვათ რომელიღაც მოდელში და თქვათ რომ იცით რა ეს ფასი არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ბაზარზე ავტომობილის ფასი არის სხვა. ან ხვალ ეს ავტომობილი შეიძლება გაიარდეს, იმიტომ რომ პლუს კიდევ გვაქვს რამდენიმე მახასიათებელი, ეს არის პოლიტიკური მდგომარეობა, ტვირთის გადაზიდვა, მაგალითად შტორმის ალბათობა სხვადასხვა ოკეანის ან ზღვის რომელიმე მონაკვეთზე, ან პორტის მდგომარეობა, შეიძლება რომელიღაც პორტი იყოს დაკეტილი და რამდენიმე შორი გზიდან წამოვიდეს ავტომობილი და ამიტომ შეიძლება მისმა ფასმა მოემართოს და ჯობია ახლა ვიხიდოთ. ან ვიხიდოთ ერთი კვირაში ან ზაფხულში ვიხიდოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია თითოეული მახასიათებელი როგორც ვექტორის კოორდინატი წარმოვიდგინოთ. იგივე ხდება მაგალითად ბინის ფასზე, ხო? უბანი ოთახების რაოდენობა, პროექტი, რა პროექტით არის აშენებული ბინა, წლოვანება, ლიფტი, თქვათ, ხო, ავტოფარეხი, ავტოსადგომი, ეზო, საბავშვო მოედანი. ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს ბინას, რითაც შეგვიძლია თქვენ მე სხვადასხვა კონკრეტული ტიპის ბინებისთვის ვიწინასწარმეტყველოთ, რა შეიძლება იყოს ფასი ხვალ ან ზეეგ. აქედან ამას კიდევ ჩვენ თუ დავუმატებთ თქვათ ბაზარზე სესხის, იპოთეკური სესხების მახასიათებლებს, ხო? საპროცენტო განაკვეთებს და ნუ ბევრი რაღაც მახასიათებელია, რომელთაც შეიძლება იცინასწარმეტყველოთ. ან განსაზღვრო, როდესაც ბანკში მუშაობს ადამიანი, რამდენად ღირს მეორე ადამიანისთვის სესხის მიცემა, ხო? კლიენტისთვის სესხის მიცემა, ან დამატებითი სესხის დამტკიცება, ან შეთავაზება. ამ შემთხვევაში ყოველთვის არის რაღაც დიდი მახასიათებლების ვექტორი. მაგრამ თუ ერთხელ ეს მახასიათებლების ვექტორი ცალსახა არის ცხრილურ მონაცემებში, ტექსტში და სურათებში და გრაფებში ეს არ არის ცხრილური მონაცემი, ეს ვექტორი საკმაოდ არ არის წინასწარ განსაზღვრული. შენ არ იცი ეს პიქსელი აქ რო არის, ხო, ეს აუცილებლად განსაზღვროს თვალის ფერს, ხო? როდესაც მახასიათებლის ვექტორში ცხრილ მონაცემში შეიძლება თვალის ფერი ერთი უბრალოდ პიქსელი გქონდეს 1, 2, 3 ან 4, ხო, რაღაც წითელი, ლურჯი, ცისფერი, თქვათ, ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ან თქვათ, მწვანე, ან თაფლისფერი. ესე შემდეგ რამდენიმე ჩამოთვლილი თვალისფერი, ან იცი რომ ან თქვათ რაღაცა თვალისფერი გქონდეს, რომ რაღაც კონკრეტული რიცხვი შეიძლება უწყვეტი იყოს, ხო, ეს რიცხვი, მაგრამ იცი რომ ამ მახასიათებელი ეს ცალსახად განსაზღვროს მეოთხე კოორდინატი არის თვალისფერის, ან მეხუთე კოორდინატი არის ავტომობილის წლოვანების, მეექვსე კოორდინატი არის თქვათ ბინის მაგალითად პროექტის, რომელი პროექტის ბინაა, ხო, არის ეს ხარელი, ჩიხური, ხო, თუ არის სხვა რომელიმე კონკრეტული პროექტი. მაგრამ სურათის და ტექსტის და გრაფის შემთხვევაში ესე ცალსახად არის სურათზე, რომელიღაც პიქსელი თუ არის ახლოს 255, 250-დან, ან 200-დან, არის რომ ეს x, y კოორდინატზე პიქსელი აუცილებლად არის ნულიანის პიქსელი თუ ციფრების კლასიფიკატორი გვაქვს. ეს შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, შეიძლება ნაცრისფერი იყოს, შეიძლება გაკვირით იყოს, შეიძლება დახრილი იყოს, ეს ნული დაწერილი. აქედან გამომდინარე, სურათების შემთხვევაში ხშირად ამის შედგმა ხდება უფრო დაბალ განზომილებიან ნეირონქსალში, რომელიც თუ მარჯვენა და მარცხენა რკალი გვაქვს, რომელიღაც კოორდინატი, მეხუთე კოორდინატი იქნება ძალიან მკვეთრი, მაღალი. თუ მარჯვენა და მარცხენა რკალი გვაქვს, დიდი ალბათობით გვაქვს ან ნულიანი, თქვათ, ხო, ან ცხრიანი, ან 8-იანი, ხო? ასევე თუ გვაქვს რაღაც ვერტიკალური შტრიხი, ვერტიკალური ხაზი, მაშინ შეიძლება რომელიმე კოორდინატი იყოს ძალიან მკვეთრი. თუ გვაქვს ვერტიკალური შტრიხი, მარჯვენა მარცხენა რკალი, მაშინ ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს ვართ ამ 5-იანთან, ხო, ან რაღაც მეტი აქვს. გვალი და ვერტიკალური შტრიხი და ნუ თქვათ კიდე ჰორიზონტალური შტრიხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაღაცნაირად ამის არაცხად მიახლოებას ვაკეთებთ ხოლმე ჩადგმას დაბალ განზომილებიან სივრცეში. კიდე გვაქვს რაიმე, ხო, ამით ახლა ძირითადად სლაიდები გავიარეთ და შეგვიძლია სწრაფი პატარა რაღაც დემონსტრირება გავაკეთოთ რამდენიმე მაგალითის, მანამდე შეგვიძლია ცოტა ხანი შევისვენოთ. რას იტყვით? დუმილი საერთოდ თანხმობის ნიშანია, მაგრამ რომელზე დამთანხმდით ის ვერ გავიკიდა. შოთა რა ვქნათ? ეს შესვენებისთვის არის თუ კარგი, შევისვენოთ თუ შეიძლება წერით. მომეცით. ხარით. მასალა დაახლოებით რამდენი დაგვრჩა გასავლელი ლევან? არაფერი ძალიან, ნუ ავიცი 20 წუთის ალბათ 25 წუთის. მაქსიმუმ. შეიძლება
but მაშინ გაგრძელება jobs ალბათ, მაგრამ აი ჯობია ვიკითხოთ. მოდი ესე ვთქვათ მეგობრებო, ფოლი ხო არ გავაკეთოთ საერთოდ, მაგრამ არა, ამდენი წვალებათა პოლზე უფრო მუდროს დავხარჯავ. ეხლა ლაიქი გამოვშვით, ვინც ფიქრობთ, რომ გაგრძელება უფრო კარგი იდეა, მაგალითად დაალაიქეთ ეს. გისმენთ ნიკოლოს? არ შემთხვევით დამეჯერა. ბატონო. ჯერჯერობით მარტო ის არის. გაგრძელება. ვისაც დასვენება უნდა ახლა იმან გამოუშვას? დასვენება ურჩევნია, უნდა რა. ნუ კარგი, მაშინ როგორც ჩანს ჯობია რომ გავაგრძელოთ და მაშინ ახლა პატარა ნოუთბუქი მაქვს, მე იქ რაღაცები მიწერია, მე მაგას გადავიტან კოლაფში და კოლაფში შეგიძლიათ თქვენც სცადოთ. და ვეცდები რომ გაგიზიაროთ ეს ნოუთბუქი ახლა. კარგი. ნუ ეს ჩვენი ერთ-ერთი ვორქშოპია, სადაც მანქანასწავლებას გავდიოდით. უბრალოდ ხმა კონვოლუციურ ნეირონულ ქსელებს გავდიოდით და აქედან რაღაცებს მე გავივლით ჩვენ, როდესაც გავწვდით მოდელს. მაგრამ პირველ ყველაზე მარტივი მაგალითი, როდესაც მეფეებზე და დედოფლებზე ვისაუბრეთ, შეგვიძლია ეს გაუშვათ. შეგვიძლია აქვე ვნახოთ, რომ მაგალითად მოდელებს აქვს ვექტორული აი მაგალითად ავიღეთ მეფის ვექტორი, შეგვიძლია ცალკე გავაკეთოთ, ახლა გადმოვიტანოთ. უბრალოდ ეს ვექტორები ავწეროთ. გვაქვს თქვათ მეფე, აი მაგალითად ნახოთ კინგის ვექტორი. ვხედავთ, რომ არის ნახოთ ახლა მისი განზომილება. 300 განზომილებიანი ვექტორია, ხო? რაცებ ვითამაშოთ ახლა. და კინგს გამოვაკლოთ კაცი და დავუმატოთ ქალი, ხო? სულ ყველა 300 განზომილებიანია, შეგვიძლია ამაში დავწმუნდეთ. ამპაის აქვს shape, ესეთი თვისება, რომელიც გაძლევთ მის განზომილებას, შეიძლება ორ განზომილებიანი იყოს, ხო? მე სწორად დავწერე, ხო? სულ ყველა არის 300 განზომილებიანი. და მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ, ხო? მოდი აი ამას ჩავხედოთ, სანამ ამას გავაკეთებთ. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აბა რას მოგცემს? ბოდიში. ნუ ასეც ხადად, ხო ხედავთ, ძალიან მაღალ განზომილებაში ძალიან ძნელია თქვა, რა გააკეთა. მივიღეთ რაღაც ვექტორი, ასეც სასახად რო გითხრათ, რომ გაინახავთ როგორ ამოიშალა ამ ვექტორიდან რაღაცეები, ძალიან ძნელი სათქმელია. მაგრამ თუ მიუახლოვდებით დედოფალს, მოდი აბა დედოფალი თუ გვაქვს აქ. რაღაც მაინტერესებს. ამ შემთხვევაში განზომილებებს როგორ საზღვავთ? ეს განზომილებები წინასწარ არის განსაზღვრული. ეს განზომილებები არის წინასწარ განსაზღვრული, როდესაც ეს სიტყვები გადაიტანეს ვექტორებში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, თქვენ ამას გაივლით. ანუ წინასწარ არის განსაზღვრული განზომილებები, რა განზომილებაში უნდა მოხდეს ამ სიტყვების პროექცია. როდესაც NLP-ზე გადახოთ, იქ გაივლით ამას და ამიტომ არ მინდა მოვლენებს გავუსვით. თუმცა შემიძლია ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომ თავიდან სიტყვები შეგვიძლია ავიღოთ როგორც ლექსიკონურად, one hot vectors ეძახიან, ანუ მხოლოდ ყველა ვექტორი, რომელსაც ყველაფერი ნული აქვს ერთი კოორდინატის გარდა. სიტყვები შეგვიძლია დავალაგოთ ლექსიკოგრაფიულად, ხო? A-ზე რაც იწყება, მე AB-ზე რაც იწყება, მე ან AB-ზე და ასე შემდეგ. ლექსიკოგრაფიული დაალაგება ხო წარმოგიდგენიათ, ხო არ ჭირდება ამის ცალკე განმარტება. დავალაგოთ ლექსიკოგრაფიულად და ავიღოთ ავიღოთ ერთი დიდი ვექტორი, რომელიც იქნება რამდენი სიტყვაც გვაქვს განსხვავებული იმ სიგრძის. მაგალითად, თუ გვაქვს მილიონი სიტყვა, ან 10 მილიონი სიტყვა, 10 მილიონი განზომილებიანი ვექტორი ავიღოთ და ყოველ სიტყვას შეუსაბამოთ ვექტორი, სადაც ყველაფერი ნულია, გარდა იმ კოორდინატისა, რომელ ადგილზეც მოხდება ეს სიტყვა ლექსიკოგრაფიული დაალაგების დროს. მაგალითად, თუ გვაქვს მაგალითად სიტყვები მაგი და ტელეფონი და
აპარატი იქნება მეორე, მაგიდა იქნება მესამე, ეს აპარატი იქნება პირველი, მაგიდა იქნება მეორე, ტელეფონი იქნება მესამე, ხო? და რაღაცა კიდე ჰამაკი, ხო, იქნება მეოთხე. ვთქვათ 4 სიტყვა გვაქვს. მაშინ ჩვენ ავიღებთ 4 განზომილებიან ვექტორს, მაგიდა შეესაბამება 1 0 0 0, ეს აპარატს შეესაბამება 1 0 0 0, მაგიდა შეესაბამება 0 1 0 0, ხო? და ეს შემიძლია აქვე გავაკეთოთ, ხო? ეს იქნება მაგალითად, ხო, აპარატი. 1 0 მოდიში 0 0. იმიტომ რომ აპარატი არის პირველ ადგილზე, ხო? მაგიდა შეესაბამება აქ რომ 0 ჩავსვათ უკვე და აქ 1 ჩავსვათ. იმიტომ რომ ემი მეორე ადგილზე აგვგდევს თიკოლმ, ნუ ოპოჟერს ტ, ამიტომ ტელეფონ შეესაბამება აქ ერთიანი და ჰამაკს რომელიც ბოლო იქნება შეესაბამება აქ ერთიანი. ანუ ჩვენ ცალსახად ყველა სიტყვა ავსახეთ კონკრეტულ ვექტორში. ან როგორ ვექტორში? ეს ვექტორები სად არის მოთავსებული? მაგალითად ეს ვექტორი სად არის მოთავსებული? სად დებს ეს ვექტორი სივრცეში? ვის შეუძლია მითხრას? აქ ცოტა ისეთი კითხვა დაგისვით. კაი, სამი ცალი რომ მქონდეს და ესეთი იყოს, აი ეს ვექტორი სად არის მოთავსებული? ანუ სათავედან იწყება და z ღერდს მიუყვება და სიგრძე აქვს 1 z-ზე. 1-ში, z-ის 1-ში. კარგია. ანუ მე ავიღე და უბრალოდ მილიონ განზომილებიან სივრცეში ყველა იმაში, რა ქვია, ყველა ღერძზე ერთიანები შეუსაბამე კონკრეტულ სიტყვას. ესო დახატოთ, ხო z ღერძი არის უბრალოდ ეს არის y ღერძი და ეხლა z-ის გარდა კიდე ერთი ღერძი რომ მქონდეს, ეს იქნებოდა x ღერძი, აპარატი იქნებოდა x ღერძზე ერთიანი, ხო, მაგიდა იქნებოდა y ღერძზე ერთიანი, ტელეფონი იქნებოდა z ღერძზე ერთიანი და ჰამაკი იქნებოდა, ნუ z-ის მეოთხე ღერძს რაღაცა დავარქვათ, ხო, რაღაც. ანუ z-ის კითხვას აღარ არის, მაგრამ მეოთხე ღერძზე ერთიანი და ასე შემდეგ მილიონი რომ მქონდეს, მე მილიონი ღერძზე ერთიანი იქნებოდა ბოლო სიტყვა ლექსიკოგრაფიული დალაგებით, ხო? აარონი და აპარატი რომ მქონდეს, აარონი იქნებოდა, ხო, პირველი, მეორე იქნებოდა, გახდებოდა უკვე აპარატი. ანუ x-ზე ერთიანი იქნებოდა აარონი და y-ზე ერთიანი იქნებოდა აპარატი. z-ზე ასე და მეხუთემდე შეიძლება. ჰამაკი და თქვათ ჰამაკზე რა არის კიდევ სიტყვა, ხო? თუნი. ჰამაკი იქნებოდა პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ხო არის, ჰანი არის და ანი, ხო? იმიტომ ლექსიკოგრაფიულად ანი არის პირველი და შემდეგ არის უნი. ხო? ას მე რადგან არის ამიტომ იქნებოდა ჰუნი შემდეგ ვიდრე ჰამაკის შემდეგ. ეს არის ლექსიკოგრაფიული დავაგება, ჯერ ვალაგებ პირველი ასოებით, მე მეორე ასოებით, მე მესამე ასოებით და ეს შემდეგ. ეს ერთიანები პირობითად არის თუ, ანუ მაგალითად რამდენი სიტყვაც იქნება, იმდენი განზომილება გვექნება და იმდენი ერთიანი. ის ზუსტად ესე. რამდენი სიტყვაც იქნება, იმდენი განზომილება იქნება და იმდენი ერთიანი. სწორად მიხვდით, აბსოლუტურად. და მაგალითად განზომილებები რო იყოს პირველი ასოები და მე რიცხვები უკვე იყოს სიტყვების, ანუ რო ჩავამწყრივოთ ასოების მიხედვით. კი ბატონო. მაშინ სიტყვას ნიშნულობა სხვა იქნება, მაგრამ ხო გადამწყვეტი იქნება სიტყვის ნიშნულობა. იმიტომ რომ როდესაც გვაქვს სინონიმები, მაგალითად ორი სიტყვა რომელიც ერთი და იგივე ნიშნავს, ან პირიქით ერთი სიტყვა სხვა ბარი, მაგალითად ხო რომელია მთის ბარია თუ სამუშაო ბარია თუ კაფე ბარია თუ სხვა რაღაც ბარია, ხო? აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს სიტყვა ერთი და იგივე, სხვადასხვა ვექტორს მოგცემს, ძალიან განსხვავებულ ვექტორს, თუმცა ორივე შემთხვევაში განსხვავებულს მოგცემს, ხო, ლექსიკოგრაფიულადაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდე რა არის ცით მნიშვნელობა, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა. ეგ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ცადოთ და გადაიყვანოთ ვექტორში, რომ NLP-ზე გადავხოთ. აი ეგრე დაალაგოთ. თვითონ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთგანზომილებიან, ეს ვექტორები, რომელიღაც კოორდინატა ღერძზე ერთიანები იყვნენ, ასე ხომ მთელი ჩემი ტექსტის კორპუსი, ყველა სიტყვა ავსახე რაღაც ვექტორში. ეს მე გაატარეს ნეირონულ ქსელში, ორგანზომილებიან ორშრიან ნეირონულ ქსელში და დააბრუნეს
უკვე სამასგანზომილებიანი ვექტორი, რომელმაც ეს სიტყვები რაღაცნაირად უფრო დაბალგანზომილებაში რო ჩამოიყვან, უკვე ერთიანები აღარ გექნება ყველა სიტყვისთვის, ხო? და ზუსტად ამ დაბალგანზომილებიან ვექტორში აღმოჩნდა ესე, აი ნახეთ, კაცის ვექტორი, ქალის ვექტორი, ნახეთ როგორი ტიპია. ქალს რო მეფეს რო ქალი გამოაკლო. აი მაგალითად რა ვექტორი მივიღეთ. ეხა აქ რა ქნა? აქ აიღო ეხლა და მეფეს გამოაკლო კაცი, დაუმატა ქალი და მოძებნა და ეს მიიღო დაახლოებით, ნუ აპროქსიმაცია დედოფალზე, ხო, მიახლოება დედოფალზე და მე აიღო ყველა ვექტორები, რომლებიც top 10 ისეთი ვექტორი, რომელიც დედოფალთან ახლოს იყო. და ჩამოწერა ეს ვექტორები. თავისი იმგენით მანძილით მიხედვით რა მნიშვნელობა აქვს. და ვნახოთ ახლა. ნუ მეფე აღმოჩნდა ძალიან ახლოს და დედოფალი არის მეორე, რომელიც აღმოჩნდა ძალიან ახლოს ზუსტად ამ ჩვენ დედოფალის აპროქსიმაციასთან. ანუ მესამე შეხედეთ ვექტორი, ახლა ვნახოთ აი ეს შევხედოთ ამ similarity ვექტორი, როგორ მუშაობს. ანუ უახლოესი სიტყვები, ანუ ამოიღო ეს სინამდვილეში ეს მოდელი ინახავს ყველა სიტყვის ვექტორს, ხო? ფაქტობრივად ყველა სიტყვის ვექტორია შენახული ამ მოდელშივე, რაღაც მასივივით არის, ასოცირებული მასივივით არის, ხო? ყველა სიტყვისთვის მის შესაბამისი ვექტორი და ავიღეთ ეს სიტყვების ვექტორები და მასთან ახლო მოდი ახლა ვნახოთ რა იქნება მანძილი ახლა გავარკვევთ რომელი მანძილი არის, ხო? თქვათ ძალიან მარტივია. np თქვათ სანამ წერთ 1-2 სიტყვით ვიტყვი, მეც ძალიან მიყვარს ერთ თემა და როგორც ვამბობ ხოლმე, პატათ 1-2 სიტყვით შემბურადად ვიტყვი მაგ ამბავს, რომ უბრალოდ მაგ ემბედინგებზე და ვექტორებზე არის, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ხო რიცხვებით ხდება კომპიუტერში და ეს სიტყვები, სტრინგები ხო უნდა გადააქციო სიტყვებად. ერთი ვარიანტი რომ ადგე და რა ყველა რიცხვი გადანომრო. მაგრამ 5 ვიღაცა მე-5 ექნება, ვიღაცა 1000 მე-5 და 1005 ხო 5-ზე მეტი ეგ ხო მათემატიკური უნარს უმატებ რომ 5 დაკლები 1005-ზე. და მაგას რატო უმატებ და მაგიტომ მოდი ავიღოთ თუ ყველას ერთიანები ჩაუწეროთ ერთი მაგალითი ეგ არის რომ ყველგან ნულები ეწეროს და რომელიც სიტყვაც ეს არის ყველა უნიკალური სიტყვები ავიღოთ და ერთი ჩავწეროთ იქ სადაც ეს კონკრეტული სიტყვა და შეგო ნულები, იმიტომ რომ მაგით მოვახდეთ და მთავარი ამოცანა ხო არის რომ რაღაცა ყველა სიტყვას ერთი უნიკალური რაღაც შეუსაბამო და თან ნეიტრალური ურთიერთობა ქონდეთ ერთმანეთთან. და ყველა სიტყვას შორის მანძილი 1-ია, ხო? თუ ეგრე ვექტორებს გააკეთებ 0-0-1-ში. ეგ სხვა რიცხვები იყო. მაქედან დამოვიდეს 0-0-1 და ეს 300 არის რაღაცნაირი 300, რომელსაც ამ 300 აქ რაღაცეთი თვისება, რომ შეიძლება რომელიღაცა იყოს რაღაც მესამე პირში ლაპარაკობს თუ არა, რამდენად ლაპარაკობს, რაღაც ეგეთი ვერბალურად ვერ ჩამოყალიბებადი ფიჩერები იყოს, ნიშან-თვისებები. მაგრამ ისე რომ 300-ში რო წარმოვიდგინო, ერთმანეთთან რაღაც სინონიმები ლამაზად ახლოს ლაგდებიან, ანტონიმები შორს ლაგდებიან, ესეთ ურთიერთობებს იჭერს. ანუ რაღაცად ისე რაღაც გრაფზე კარგად სიმწყე რო წარმოვიდგინო, ლამაზად დაალაგო ერთმანეთთან, რაც კარგი გეომეტრიული განაწილებით დაალაგო. ეგ არის 300-ის მიღება და ეს ნულებს და ერთებს დაალაგებ, არაფერი არ არის, ხო? ერთი დიდი წრე იქნება, ნუ რაღაცა n გაზომილებიანი წრე იქნება და მაგაზე იქნებიან თითოეული. ბოდიში ლევან შეუბრად მიყვარს ამის თქმა და აი მაგალითად ეხლა რა ვქენი? მოდი აბა რომელი მანძილით ადარებს თქო ეხლა? უბრალოდ კუთხეს ზომავს მაგათ შორის თუ კუთხეს ზომავს მაგათ შორის თუ ევკლიდურ მანძილს, ანუ ამ ვექტორების ბოლოებს შორის სიგრძეს ზომავს, ხო? ევკლიდური მანძილიც ვნახეთ, ხო? ანუ სხვაობის ნორმას ზომავს და ნუ ერთი ვარიანტი გქონდა რომ აგვეღო ესა model similarity-ის ვექტორი და ეს ფუნქცია მთლიანად გაგვერჩია, ხო? რაღაც ეგეთი რაღაც გაგვეკეთებინა, სადავეთი. საწავედი. ხო, აი აგვეღო და ეს რაღაც შეგვიძლია Jupyter notebook-ში გავაკეთოთ და ნუ ფუნქცია წავიკითხოთ. ბოდიში. და ნუ ეს მოგცემს საშუალებას და
მთელი ფუნქციის შეიძლება ტანი წაიკითხო, მეთოდი წაიკითხო, თუმცა ეს მეთოდი რაღაცნაირად აქ არ არის ღია. და ვერ ვკითხულობთ. მეორე ვარიანტი იყო უბრალოდ ჩვენ თვითონ ხო ვიცით dot product, კუთხე როგორ უნდა გამოთვალოთ ორ ვექტორს შორის. ვექტორები გავამრავლებთ სკალარულად ერთმანეთს და გავყოთ მათი ნორმების ნამრავლზე, ხო? ეს ხო არის კუთხე, ხო გახსოვთ სლაიდებიდან. ამ ყოველ შემთხვევაში ხო ჩახედავთ სლაიდებს. ავიღე NumPy, გავამრავლე dot-ით Queen-ი და Queen-ის აპროქსიმაციაზე, ან დედოფალის აპროქსიმაციაზე, ან ჩვენ რო ავიღეთ დედოფალი მივიღეთ манипулირებით, მეფეს გამოვაკეთეთ კაცი და მივუმატეთ ქალი და გავყავი მათ ნორმებზე. ხო, ძალიან მარტივია NP linear norm. ძალიან მარტივია ამის დაწერა, ხო? გავყავი და შევხედე და შევადარე თითო როგორ ადარებს, ხო? ეს დამრგვალებული აქვს უბრალოდ აქ. აქ რო ჩვენ მივცეთ, თქვათ, რამდენი 8F-ი, რატო გამოიტანა? შეიძლება თვითონვე ამგვალებს იქით, მაგრამ დიდი ალბათობით 73 და 1-ია, ხო, ეგ 0-1-ია ესეც, ხო, იმიტომ რომ 5-ია აქ. 5-ს დამგვალება კიდე 1-ს მოცემს. 73 7301 მიათიათასედია, 0.7301 მიათიათასედი იქნება ესო დაამგვალო. ანუ სავარაუდოდ ეს არის, ხო, მოდი შეგვიძლია სხვა რამეზე ვცადოთ, ხო? მაგალითად მეფეზე, ხო? აბა შევადაროთ მეფეს. აქედან აქ გადანაცვლებას მნიშვნელობა არ აქვს, შემიძლია პირიქით დავწერო, შემიძლია ესე დავწერო და 84 და 59. ნუ აქ რო დამგვალებინა 49, აქ 3-ზე მეტი რო იყოს აქ მაშინ 10-ად დამგვალდებოდა და აქ 5 იქნებოდა, მაგრამ 3-ზე ნაკლები, ანუ სინამდვილეში ეს არის, ხო? სავარაუდოდ ეს არის. მაგრამ მე მაინც ორჯერ შევამოწმე და ვნახე და ნორმირებული მანძილი, ანუ ევკლიდური მანძილი ავიღო დედოფალსა და დედოფალის აპროქსიმაციაზე. როგორც ხედავთ, ევკლიდური მანძილი, მაგალითად დედოფალსა და წიგნს შორის ნორმირებული მანძილი 3.9 თითქმის 4-ია, ხო? როდესაც ეს არის 2.2 სიგრძე. მოდი ახლა ეგეთი რაღაცა ვქნათ. ნახოთ ეს მანძილი და შევადაროთ დედოფალსა და დედოფალის აპროქსიმაციასა და მეფეს შორის. მეფესა და დედოფალის აპროქსიმაციას შორის. და მოდი საერთოდ მეფესა და დედოფალს შორის შევამოწმოთ და მეფესა და კიდე რა შეგვიძლია, ხო? დედოფალის აპროქსიმაციასა და მონარქს შორის შევადაროთ. ან დედოფალსა და მონარქს შორის შევადაროთ. არქი. ვერ დავწერე ხო ბევრი მოინდომები. კარგი, აბა ჩავხედოთ რას მოგცემს ეს. მონარქი არ მაქვს, ხო? მონარქი ესე უნდა ვქნა. მონარქი ხო არა გვაქვს ჩვენ აღწერილი. არა გვიხწერია. მონარქი გვაქვს არადა. ესე და ესე. მოდი ესენი ხაღას ცოტა ადამიანურად დავალაგოთ, ხო? ესე ვქნათ. ესე ვქნათ. ესე ვქნათ და მოდი გამოიტანოს პითონმა და არაგვირიოს საქმე, ესენი გავუკეთოთ, რომ ერთ ხაზში აღიქვას. გავუშვათ და ნახოთ. მეფესა და დედოფალს შორის მაინც უფრო პატარა მანძილია, ვიდრე მეფესა და ჩვენს აპროქსიმაციას შორის. თუმცა მეფესა და დედოფალს შორის ცოტა უფრო დიდი მანძილი აღმოჩნდა და დედოფალსა და მონარქს შორის ცოტა უფრო დიდი მანძილი აღმოჩნდა. ანუ სინამდვილეში მეფის მერე ჩვენი მიღებული დედოფალი, როცა მეფეს გამოვაკეთეთ კაცი და მივიღეთ გავუმატეთ ქალი, მეფის მერე ყველაზე ახლოს არის თვითონ დედოფალი. ან მეფის მერე ეს არის მეფე და ეს ყველაზე ახლოს არის დედოფალი. თვითონ მეფესა და დედოფალს შორის მანძილი არ გვწერია, აქ მოდი ჩავხედოთ, ხო? გვაქვს მეფესა და დედოფალს შორის მანძილი და ნუ ხო, არც ისე პატარა ყოფილა. ამასთან უფრო პატარა გამოვიდა მანძილი, იმიტომ რომ როგორც ჩანს მეფის კოორდინატები და მიმართულებები მაინც დაიმახსოვრა. აი კაი რაღაცების გაკეთება შეგიძლია, ხო, კარგი თამაში შეგიძლია. ეხლა თქვენ თუ ამ ნოუთბუქს მე გაგიზიარებთ და შეგიძლიათ ჩამოწეროთ ეს მოდელი და ითამაშოთ, ასე ვთქვათ, ამ მოდელით. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მოდი აბა ვთქვათ, აბა ნახოთ თუ გვაქვს არ ქონია საქართველოს. ერთ წელში ვაკლინოთ ის რა ქვია ბრეკეტი. გამოკლია? რასში მადლობა. საქართველოს ქონია. ნეტა რომელიც საქართველოა ეს. მოდი აბა უსწორად მახსოვს ეს რაღაცა მეც არ მახსოვს. მაგალითად
რა დავწერე ნეტა? ამას დავარქვათ თქვათ აპარას მივიღებთ ნეტა ამ კაპიტალით. ეხლა მოდი გავაკეთოთ იგივე რაღაცა. აი ესე გავაკეთოთ. გადმოვიტანოთ და აპარას მივიღებთ. გავსვათ აქ დედაქალაქი და გავუშვათ. თბილისი, ბელგია, კიშინიოვი, ვილნიუსი, ერევანი, ბუხარესტი, ბრუსელი, პორტრიკი არ ვიცი რა არის და სტრასბურგი და ზაგრები. ანუ დედაქალაქები ჩამოწერა, ხედავთ? ანუ თბილისს გამოვაკელი საქართველო დაუმატე ბელგია. და ერთ-ერთი ბრუსელი მიიღო ახლოს. ნუ ძალიან ახლოს არა, მაგრამ საკმაოდ ახლოს, უფრო ახლოს ვიდრე დედოფალის შემთხვევაში იყო. არა, უფრო შორს. აქ პირიქით არის ხო, კუთხე კოსინუსი რაც უფრო დიდია, მანძილი უფრო პატარაა. ანუ ყველაზე ახლოს ისევ თბილისი და ბელგია დაუსვა რატომღაც. ანუ ბელგიის კოორდინატები რო დაუმატე ბელგიის კოორდინატები, ხო, ბელგია ხო დაემატა როგორც ვექტორი და გააძლიერა ბელგიის კოორდინატები როგორც სახელმწიფოსი. მაგრამ რაღაც დედაქალაქები ჩამოწერა, საინტერესო რაღაცაა. კარგი იქნება თქვენ თვითონაც ითამაშეთ, ანუ ბევრი რაღაცა შეგვიძლია რაღაც ერთ კონკრეტულ კონტექსტს მეორე გამოვაკლოთ, ერთ კონკრეტულ ნიშნულობას, მაგალითად რაღაც ქალაქს გამოვაკელი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიც ეს იყო და დაუმატე სხვა ქვეყანა და ერთ-ერთი უახლოესი ტოპ 10 სიტყვაში ერთ-ერთი უახლოესი ჩამოთვალა დედაქალაქები. ძირითადად დედაქალაქები ჩამოთვალა და ტოპ 10-ში მოხდა იმ მეორე ქვეყანის რა ქვეყანას დაუმატე იმის დედაქალაქი ბრუსელი, ხო? ბაქო რატო არ მოხდა ნეტა რა საინტერესო. მოდი აბა აზერბაიჯანი დაუმატოთ, ხო? ესე გადმოვიტანოთ. და დაუმატოთ აზერბაიჯანი. ჩავსვათ. აზერბაიჯანი მედია სწორად წერ. და შემდეგ ეს გავუშვათ. მაგრამ ჯუნი წერია. მადლობა. აზერბაიჯანი. ახალი ლეპტოპია და ვეჩვევი. ბაქო, უკვე ნახე ბაქო პირველი დასვა. ნუ აზერბაიჯანი, თბილისი, ერევანი, აზერბაიჯანი ისევ. აზერბაიჯანი და აზერბაიჯანი ხედავთ ორი სიტყვა ქონიათ. აბა ეხლა ესე ვქნათ. ხედავთ, უკვე აზერბაიჯანი დასვა. ესე იგი ორი სიტყვა ქონიათ. ბაქო დასვა პირველი. ანუ თბილისს გამოვაკელი საქართველო დაუმატე აზერბაიჯანი და დასვა ბაქო. თან ძალიან ახლოს. ხედავთ, ანუ ფაქტიურად მიიღო ბაქოს ვექტორი რა, ანუ ძალიან ახლოს ბაქოს ვექტორთან. ფუძე ვექტორი რა ვიყოთ ბაქო, იმასთან ძალიან ახლო იყო. ნუ კიდე რა შემოვთავაზებთ. ბელგია ვერ იმუშავა კარგად ნეტა რატო? ახლა მანძილებს რა ლოგიკით ცვამს? ხო გითხარით, წარმოიდგინეთ ახლა ამ ვექტორს ხო აქვს რაღაც ნაწილი, ახლა ეს ხადი არ არის, ამის ანალიზი მე არ მაქვს გაკეთებული, ალბათ იქნება უფრო კარგი ანალიზი გაკეთებული, მაგრამ რაღაც ნაწილი ამის ხო არის, რომელიც განსაზღვრავს ქალაქს. მას სახელმწიფოს ხო, თბილისი რო საქართველოს დედაქალაქი, ან თქვენ უნდა ნახოთ ეს მეზობელი სიტყვებით როგორ ხდება ამის დასწავლა. ანუ მეზობელი სიტყვები როგორ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. როდესაც თქვენ ნახავთ ენგრამებს ხო და როგორ ხდება ამათი დასწავლა, ხო? მიხვდებით რომ მეზობლების მიხედვით ხდება კონტექსტის დასწავლა და რადგან მეზობლების სიტყვები ერთმანეთთან ახლოს მიყავს, თბილისი და საქართველო ყოველთვის ერთმანეთთან ახლოს იქნებოდნენ, ხო, ტექსტში ძალიან ხშირად თბილისი და საქართველო ახლოს იქნებოდნენ ერთმანეთთან ნახმარი, ამიტომ ეს ორი ვექტორი ერთმანეთთან ახლოს მიყავს. მაგრამ ჩვენ რო თბილისი და საქართველო ასევე ბაქო და აზერბაიჯანიც ერთად იყვნენ ხშირად ნათქვამი. აღმოჩნდა როგორც ჩანს და თან ასევე შეიძლება დედაქალაქი როგორც დედაქალაქ რაღაც ნაწილს კოორდინატების აქვს ნიშნულობა დედაქალაქის. ანუ მაგალითად ეს განზომილება, ეს 4 განზომილება პასუხისგებელია დედაქალაქის განზომილებაზე. როგორც კი მე საქართველოს გამოვაკელი თბილისის გამოვაკელი საქართველო, ანუ რაღაც ეს ნაწილი, რომელიც თქვა საქართველოზე იყო პასუხისგებელი, შეივსო ბაქოთი, იმიტომ დაუმატე ბაქო. მიხვდით რას გეუბნებით. დარჩა დედაქალაქი, ბოდიში აზერბაიჯანი, დედაქალაქი და აზერბაიჯანი. დედაქალაქი და აზერბაიჯანის კოორდინატებმა
ახლოს წაიყვანა უკვე ჩვენი ვექტორი, იმიტომ რომ ბევრი კოორდინატი იყო დედაქალაქის უკვე, დედაქალაქის კოორდინატი გვაქვს და თან აზერბაიჯანის კოორდინატი გვაქვს და ეს ავტომატურად ახლოს წაიყვანა ბაქოსთან. იმიტომ რომ ვექტორის მიმართულებას განსაზღვრავს მისი კოორდინატები. გასაგებია, მადლობა. კარგი იქნება რომ თქვენ მაგალითად დახატოთ სამგანზომილებიანი ვექტორი და თითოეული კოორდინატის მოძრაობით ნახავთ როგორც რამდენად შორს და ახლოს წავა. შეგვიძლია აქაც დავწეროთ, მაგრამ უბრალოდ დროს დავკარგავთ ახლა. ერთი კიდე მაგალითი მინდა გაჩვენოთ, სანამ დავიშლებით. ეხლა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ეხლა მე ამოვიღებ რაღაც სურათებს და ამისთვის გამოვიყენებ PyTorch ბიბლიოთეკა, ამაზე ხარ ბევრს ავილაპარაკებ, იმიტომ რომ PyTorch გავივლით ჩვენ დარწმუნებული ვარ. PyTorch ბიბლიოთეკა ნეირონქსელებთან სამუშაოთ და NumPy-ს გავს რაღაცით. მაგრამ უბრალოდ აქვს საშუალება, რომ ეს მრავალგანზომილებიანი მასივები, მათ შორის ვექტორები და ოპერაციები შეასრულოს პარალელურად მაგალითად ვიდეო ბარათებზე. მეტად ჩემ კომპიუტერის ვიდეო ბარათზე ასრულებს, რომელსაც რამდენიმე ტიპის ვიდეო ბარათზე არ არის აუცილებელი, რომ ეს ვიდეო ბარათი იყოს NVIDIA-ს. და ძალიან აქვს კიდე ავტომატიური დიფერენცირების თვისებები, აქვს და კარგი მოხერხებული ნეირონული ქსელია. მე მინდა აქ კიდე სადო თუ მაქვს დამატებული კარგი, მოდი ამით დავიწყოთ. ავიღოთ ჩვენი მონაცემები ახლა და მოდი ეს ჩვენი მონაცემები იყოს სურათები. მაქვს რაღაც სურათები მოგროვილი. და ავიღოთ მაგალითად რომელიღაცა ნეირონული ქსელი. ერთ-ერთი კონკრეტული ნეირონული ქსელის სურათების დასამუშავებლად ეს არის მაგალითად ფართერეზნეტი 52 და წინასწარ არის გაწუთნილი. ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც გაწუთნილია, რომ 1000 კლასი 1.200.000 სურათია გაწუთნილი და 1000 სხვადასხვა კლასი უნდა ამოიცნოს. 1000-დან ერთ-ერთი უნდა მიანიჭოს, ერთ-ერთ კლასში უნდა ჩასვას ეს სურათი. მაგალითად, თუ ამ სურათზე არის ძაღლი ჰასკის ჯიშის, მაგას აქვს კონკრეტული კლასი და იმას ამბობს, რომ ამაში არის ძაღლი ჰასკის ჯიშის. თუ არის ალიასკური მალამუტი, ეს არის ალიასკური მალამუტი. თუ არის რაღაც კოლი, ეს არის კოლი. თუ არის გემი, ეს არის გემი, თუ არის ობობა, არის ობობა და 1000 კლასი აქვს მარტო ნასწავლი. დანარჩენი არაფერი. წესით დანარჩენზე გაწუთნილი ეს ნეირონული ქსელი არ არის. ავიღე ხა ეს ნეირონული ქსელი და ბოლო კლასი ამას, ბოლო ამ ნეირონულ ქსელში არის აი ნახეთ ეს არის 2058 განზომილებიანი ვექტორი შედის და 1000 განზომილებიან ვექტორს აბრუნებს. ამ 1000 განზომილებაში რომელ კოორდინატსაც ექნება ყველაზე მაღალი მნიშვნელობა, ეს არის ალბათური ვექტორი, იმ კოორდინატზე ვიტყვით, რომ იმ თითოეული კოორდინატი ეკუთვნის რომელიმე კლასს. მაგალითად, მეოთხე კოორდინატი განსაზღვრავს ალიასკურ მალამუტს. მეხუთე კოორდინატი ჰასკის. თუ ჩემი ვექტორზე მეხუთე კოორდინატზე 0.80 და რაღაცა მაქვს ალბათობა და დანარჩენი ძალიან პატარა მაქვს, ხო, 0.80 რაღაცას მოვდით. ვარ რომელიღაცაზე საერთოდ 0 მაქვს, რომელიღაცაზე 0.1/1000 მე რაღაცა და ნუ ჯამში ეს რა თქმა უნდა 1 იქნება. და ამ ალბათობის მიღების მე software ფუნქციას ისწავლით და მიხვდებით რბილი მაქსიმიზაციით, ასე რომ ვთქვათ, როგორ ხდება ამ ალბათობის მიღება ნებისმიერ ვექტორიდან, მაგრამ მოგონა ვექტორს რაღაც თვისებები უნდა გქონდეს, კარგი თვისებები, კარგად უნდა იქცეოდეს ეს ვექტორი ნეირონულ ქსელში. მაგრამ მოდი ამ ბოლო თავს მე მოვაძრობ ამას და დავტოვებ ჩემს ნეირონულ ქსელს, რომელიც აიღებს სურათს და გადაიყვანს 2058 განზომილებიან ვექტორ სივრცეში. 2058 განზომილებიან ვექტორად გადააქცევს სურათს. ნუ სურათი არის 512 512-ზე ან 1024 1024-ზე. ანუ ავიღო ეს ქსელი, მარტივია PyTorch-ში ძალიან კარგი სამუშაო, ავიღე ამ ქსელს და მოვაძრე თავი და გავარტყელე ეს თავი. ანუ ჩემი ქსელი გამოვიდა, ეხლა უყურეთ ბოლო რა აქვს ამ ქსელს, ეს კონვოლუციურ ქსელებზე და კონვოლუციურ შრეებზე და ბაჩის ნორმალიზაციაზე ვისაუბრებთ მერე, ბაჩის ნორმალიზაციაზე არ ვიცი, ამდენ დავჩინდება საუბარი, მაგრამ ვისაუბრებთ რეზიდენტზე, რეზიდუალურ კავშირებზე და ბოლოს მაქვს მე 2058 განზომილებიანი ვექტორი. მეტი არაფერი. ეხლა ავიღოთ ჩემი სურათები, მაქვს რაღაც სურათები და ყველა სურათი გავატაროთ ამ ნეირონულ ქსელში.
აზრო ჭირდება ახლა. ნუ გაიარა, საკმაოდ კარგია, ხო? ავიღე ხა და ნულოვანი სურათის მაგალითად რამდენ განზომილებიანია შეიპი ვნახე, ამასაც ესევე შეიპი აქვს, მაქვს 156 სურათი 2058 განზომილებიანი. ეხლა გავუშვათ ეს ჩემი სურათები, ნუ აი როცა ხედოთ, აი ესეთი ვექტორებია. აღგანზომილებიანი ვექტორებია. და მოდი ახლა შევადაროთ. ავიღოთ აქაც კოსინუსური მანძილი, ანუ კუთხე, უბრალოდ კოსინუსს დავთვალოთ და რაც უფრო მეტი იქნება კოსინუსი, მით უფრო კუთხე მახვილია, ხო, ამ ჩემ ორ ვექტორს შორის და მხოლოდ კოსინუსით დავთვალოთ და ტოპცალი 5 ვექტორი ამოვიღოთ. მანამდე ავიღოთ საძიებელი სიტყვა, ისიც გადავაქციოთ ვექტორად და მაგალითად აი ამით ვეძებ ამ სურათით ვეძებ ამ სურათში რო გაივლის ნეირონ გზაში რო გააკეთება 2058 განზომილებიან ვექტორად იმასთან ახლოს რა სურათები იქნება. მოდი ჩავხედოთ ახლა. ეს არის ბათუმის სურათი, ესეც ბათუმის სურათია, ესეც ბათუმის სურათია, ესეც ბათუმის სურათია, ეს ანაკლია. ეხლა დარწმუნებული ვარ ეს რაზეც გაწუთნეს ეს ქსელი საერთოდ ბათუმი და ანაკლია არ უნახი არასდროს. მაგრამ რადგან ქალაქის სურათი მივეცი ქალაქის მახასიათებლები როგორც გითხარით ლექციის დროს რაღაც მახასიათებლები თქვა იქ კუთხეებით სათამჯენის განათებები ესენი მოაქცია ვექტორების ისეთ კოორდინატებში რამდენიმე მახასიათებელი ხო ერთ კოორდინატში უნდა მოაქციოს იმიტომ რომ ძალიან მაღალი განზომილებიდან დავიდა 2058 განზომილებაში ანუ რაღაც ინფორმაცია უნდა შეკუმშოს ხო რამდენიმე მახასიათებელი რამდენიმე კოორდინატი რომელიც ამ პიქსელების კოორდინატები რაღაცნაირად უნდა შეკუმშოს უფრო დაბალ განზომილებაში ერთ კოორდინატში მაგრამ ეს შეკუმშვა უნდა გააკეთოს რაციონალურად, უნდა გააკეთდეს ისე, რომ რაღაც მნიშვნელობა ქონდეს ეს მახასიათებლები რაღაცნაირად ამ ვექტორში სწორად დაალაგდეს. თუმცა სურათში ეს შეიძლება აბსოლუტურად გაფანტული იყოს, იმიტომ რომ აქ თუ ამას სათამჯენები აქვს, აქ საერთოდ არ არის სათამჯენი. აქ საერთოდ არ არის ბაღია, ხო? მაგრამ აქ მაგალითად რაღაცა სხვას მიაქცია ყურადღება, ხო? ანაკლია ძალიან პატარა ქალაქი. ან რაღაც ამდენიმე შენობა აიღო. მოდი ახლა სხვა სურათზე დავაკვირდეთ. აბა ახლა სხვა სურათი მოვძებნოთ. ეს არის სითის ქალაქი არ გვინდა და მოიცადე რა მაქვს, რა სურათები მაქვს შეგავხსენო ბოდიში. მაგალითად ეკლესიები, მაგალითად ჩერტი JPG გავუშვათ, ხო? აი რას ვეძებ? ამის მსგავსი მინდა ახლა მომიძებნოს. დარწმუნებული ვარ ახლა ეს გაწვნის დროს ამ ქსელს არასდროს არ უნახე ჯერ კლასიფიკაციაში ეკლესია არ ქონია, ბოლო მიზნად მაგას ეკლესია არ დაუსახია, არც ქალაქი. და დარწმუნებული ვარ ეს ქართული ეკლესიები არ უნახია, იმიტომ რომ ეს არის მცხეთაში სამთავროს მონასტერი, ეს არის სვეტიცხოველი, ეს არის სამება, ესეც სამებაა, ეთქო ორი სურათი ერთად ჩავაგდე. ეს არ ვიცი რომელი, მაგრამ სავარაუდოდ ან ქართული უნდა იყოს საერთოდ ქართულია, იმიტომ რომ ეს წვანე სახურავი, მე მგონი არ იციან ხო, სხვაგან არ არის შემონახული. ესეც სამებაა, მაგრამ როგორც ხედავთ, ისეთი ეკლესიები და ისეთ სურათები ამოიღო, სავარაუდოდ ნანახი არც ქონდა. და ყველაზე მთავარი რა არის, იცით? არც ერთ ქალაქის სურათი არ მოხვდა ამ ტოპ-10-ში. როგორღაც ეს ვექტორები თვითონ ამ ქსელმა დააჯგუფა ისე, რომ ეკლესიასთან ეკლესიის მსგავსი სურათები ამოიღო. ამაზე არავის არ უსწავლებია ამ ქსელისთვის, რომ მსგავსი სურათები ამოიღოს. მაგალითად ვნახოთ სითი არის მაგალითად ეს. JPG, ხო? გაფართოება არ შემეშალოს. აბა ვნახოთ ახლა ამის სურათებს რა არის. ეს არის უკვე ციხესიმაგრე, ხო? პორტრის, ხო, ციხესიმაგრეა. რაღაც ციხესიმაგრე ამოვიღა. აბა რა იქნება? ნახეთ, ამოიღო ესა ჯვრის მონასტერი. მაგრამ ნახეთ, ძალიან გავს ამ ციხესიმაგრეს. ის ეკლესიები არ ამოუღია, რაც მანამდე ამოიღო. ამოიღო, რომელსაც აქვს გალავანი, ქვები და ფანჯრების და კუთხოვანი, ნახეთ, მოყვანილობა. მას ფოტოებს თუ განახებთ არჩენს, სხვა ეკრანია გაზიარებული მე მგონი. ამდენი ხანი აპარატო. ჩანს. არა, ჩანს. სად არ ჩანს? არა. ის დილეი ქონია და გასწორდა ახლა. აჰა, ბოდიში. გულგამისგან მეთქი. გავანალდა მოყვა 1.15 თავიდან დავილაბ. ნახეთ, აი ამოიღო, მაგრამ ნუ ისეთები არა, ეკლესიები ამოიღო, მაგრამ სხვა რაკურსით.
რაღაცნაირად ციხესიმაგრესთან, მაინც ძველ ნაგებობასთან ახლოს არის. მაგრამ ეს აი კარგი მაგალითია სპეციალურად ქონდა შენახულობა, აუცილებლად ეკლესია არ ამოიღო. აუცილებლად ციხესიმაგრე არ ამოიღო. მოდი აბა ახლა ვნახოთ სხვა ციხესიმაგრის სურათი, რომელსაც უფრო გამოკვეთილად უნდა ქონდეს წესით ციხესიმაგრის მახასიათებლები. გალავანი მაგალითად. აბა ვნახოთ რას ამოიღებს. შეხედეთ შედეგი. სულ ყველა ამოიღო, რომელსაც გალავანი აქვს, თითქმის. საწავიდე შედეგი. აჰა, აი ნახეთ. თან არცეთი არ არის ესეთი გალავანი. აი საკმაოდ რგულოვანი განსხვავებული. ეს არც ვიცი სად არის განსხვავებული. შეიძლება მე მგონი შუა აზიის რომ რაღაც ციხესიმაგრეა. ეს ჩემით მოგროვილი სურათებია და ვიყენებ ხოლმე სწავლების დროს. შეხედეთ როგორი გალავნები ამოიღოთ, არც გავს ამას, მაგრამ ზოგადად სტრუქტურა აგურის, მშენებლობის, კუთხის ძალიან მიამსგავსა ამას და ამოიღო. ეს არის ზუსტად ვექტორების კოსინუსური მანძილით. მოდი ამოიღოთ კიდე სხვა სურათი. თან სხვადასხვა მოდელებია, უბრალოდ ის ნოუთბუქი ვერ მოძებნე, სხვა მოდელები მაქვს, ის შეგვიძლია აქ მე გავუშვათ. მაგალითად მდინარის სურათები მაქვს. ხო, თან რაც არის queries folder-ში, რაც მაქვს, აი queries folder-ში, რაც მაქვს, არც ერთი არ არის თვითონ შედეგების folder-ში. ეს სხვადასხვა სურათებია, სხვადასხვა წყაროდან გადმოწერილი. მოდი ვნახოთ ახლა მდინარის სურათი. ეს არის მდინარე, ეს მე მგონი ქართლის რომელიღაც მდინარეა. აბა გავუშვათ. შეხედეთ რა შედეგები მომცა. ეს მე მგონი ის არის ანანურის წყალსაცავი, მდინარეს მწვანეში მოდის მდინარე. ანუ ეს ორი და მთები. თის მდინარე, ეს არის შავი და თეთრი არაგვის შესართავი. ეს ისევ ანანურია. ეს არ ვიცი რომელი მდინარეა, მართლა გითხრათ არ მახსოვს და ბათუმის ტბა. არც მთა, ნახეთ მთა აქ ძალიან შორს არის, მაგრამ სიმწვანე და რატომღაც წყალი მიამსგავს. ნუ რა თქმა უნდა შეცდომებს ესეც უშვებს და თან ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს. ეს სურათები ვექტორებზე თავისით არის განლაგებული თუ ხელით არის ყველა სურათი ვექტორების განლაგებული? არა, ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც გაიწვრთნა. მანქანის სწავლების თავი იდეა რა არის? ეს არის ისეთი პროგრამა, რომელიც თავის თავს იუმჯობესებს მონაცემებზე დაყრდნობით. ამის ხელით ვერაფრით ვერ დასვავ. ამდენ მილიონ განზომილებაში ძალიან გაგიჭირდებათ ამდენ მილიონი პარამეტრის და მილიარდი პარამეტრის ხელით გასწორება. ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც გაწვრთნილი იყო, რომ კლასიფიკაცია 1000 კლასის კლასიფიკაცია გაეკეთებინა. ანუ 1.200.000 სურათია გაწვრთნილი, დარწმუნებული ვარ, ანანურის სურათი. შავი და თეთრი არაგვის შესართავი, ან ბათუმის ეს ხედი, ამას არასდროს არ უნახია ამ ქსელს. ეს არის გაწვრთნილი 1.200.000 იმიჯნეტ მონაცემთა ბაზაზე, ანუ საცუქნელ მონაცემებზე იმიჯნეტი ქვია. 1.200.000 სურათი, შედივრიც იყო იმიჯნეტი ესეთი კონტექსტი. 200.000 სურათია გაწვრთნილი და მე მგონი მილიონზე გაწვრთნილი 200.000 სატესტოდ იყენებენ, რომ გატესტო რამდენად კარგად ნიშნავს ეს მილიონი სურათი უნდა 1000 კლასში რომელიმე კლასიფიკაცია გაუკეთოს, რომელ კლასს ეკუთვნის მიხვდეს. მაგალითად, სურათზე თუ ხატია husky, ოღონდ ეს სურათზე მარტო husky კი არ ხატია, იქ უკანა ფონია, იქ შეიძლება სხვა რაღაცეები ეხატოს, უნდა მიხვდეს, რომ ამ სურათზე ამოიცნოს, რომ არის მაგალითად husky მეორეზე, როგორც გითხარით. ალიასკური მალამუტი უნდა ამოიცნოს, თქვათ 1000 სხვადასხვა კლასიდან ერთ-ერთს უნდა მიანიჭოს სურათი. მაგრამ ამან საერთოდ არ იცის, არავის არ უსწავლებია, რომ მდინარე შეადარეს. უბრალოდ მე ამას კლასიფიკაციის ბოლო ნაწილი მოვაშორე ამ ნეირონულ ქსელს და დავტოვე ის ნაწილი, რომელიც შუაში სადღაც, რომელიც ნეირონული ქსელი არის რამდენიმე ეტაპი მოდელების, აი მიმდევრობა თითქოს მოდელების კომპოზიცია, რამდენიმე ფუნქცია გადაბმული, რომელიც აიღებს ვექტორს, გადაიყვანს სხვა განზომილებიან ვექტორში, მე სხვა განზომილებიან ვექტორში, მე სხვა განზომილებიან ვექტორში და ბოლოს დაგიბრუნებს იმდენ განზომილებიანს, რამდენი ჩვენ გვინდა. ეს წინასწარ ვიცით ჩვენ რამდენ განზომილებიანში გადაყავს და გადმოყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ავიღე რაღაც ბოლოს წინა შრე ამ ჩემი ნეირონული ქსელის გავატარე ეს სურათები და მიღებული, ანუ ვექტორული ჩადგმა, რასაც აკეთებს ეს ჩემი ნეირონული ქსელი, მივიღე რომ აკეთებს ვექტორულ ჩადგმას, აიღებს სურათს და ჩადგავს 2058 განზომილებიან ვექტორებში. ხო და ავიღე ეს ვექტორები, ჯერ queries ჩემი სურათების თითაც ვეძებ, ასევე ბაზა, რაც მაქვს სურათების, ისინი 152 სურათი გადავიყვანე ვექტორებში და თითოეული სურათისთვის მის შესაბამისი ნეირონული ქსელი დაგენერებული ვექტორი შევადარე ჩემს ბაზაში ნეირონული ქსელი დაგენერებულ ვექტორებს და ტოპ 5 ამოვიღე, რომელთანაც კუთხე ყველაზე მახვილია.
ამ ტოპ 5-ში, როცა მე სურათს ვიღებ, ესეც პასუხს მიბრუნებ, ტოპ 5 აი ესე ყველაზე მახვილი კუთხე. ამის ვექტორს, აი ამ სურათის ვექტორს, ოღონდ პირდაპირ სურათს კი არა, ნეირონული ქსელის გავლით ვექტორს. აქვს აი ამათთან. ამას ვერ კიდე გავივლით, როდესაც საერთამოცნობაზე ვიმუშავებთ. ნუ კიდე რა მაქვს ახლა აქ? ესტი არ ვიცი რა არის. ნუ რივერ ერთი შეგვიძლია ვნახოთ. აი ახლა ამაზე რას იზამს? აი ნახეთ ეს ახლა ამაზონის დინარი. აბა ჩვენ გარას ამოიღებს. პასუხებში ვნახოთ რა ამოიღო. ნახეთ დინარე და ხეები. შავი არაგვი აქაც ამოიღო, ესეც აქ უკვე ის ბათუმი აღარ ამოუღია, ხედავთ? აბა ვნახოთ ეს T1 რა არის. ალბათ სწვით. ხო, ქუჩა. ეს არ ვიცი სად არის გადაღებული. მე მგონი საქართველოში არ არის. მაგრამ შეხედეთ, ამოიღო ბათუმი, ქუთაისი. ანუ ქუჩა არის ისეთი, რომ აი ხა ნახეთ სხვა ქუჩა ვნახოთ. ეს ამ ქუჩას რატომღაც ამ ფერად და ვიწრო და ქვაფენილი ამ ქუჩას შეადარა ბათუმის და ალბათ ქვაფენილი თამაშობს. ეს ქუთაისია. ანუ ორი ბათუმის სურათი ამოიღო. თუ ეს არ არის ბათუმი, ეს შეიძლება არ იყოს ბათუმი. ეს ნამდვილად ვიცი რომ ბათუმია. ქუთაისია, ეს ბათუმია, ნახეთ ქვაფენილი ამოიღო. ყველგან სადაც ქვაფენილია ის ქუჩები ამოიღო. ხედავთ? აქ ხო ქვაფენილია და ტროტუარითაც და ქვაფენილითაც და არხითაც, აი აქ არხითაც გავს. აბა ნახოთ სხვა ქუჩა. აქაც ქვაფენილია, მაგრამ ქუჩა ცოტა განსხვავდება, რას ამოიღებს ამაზე. ისევე იგივე, აი, სულ სხვა ქუჩა ამოიღო, ეს თბილისია, ძველი თბილისია. ეს იგივე ამოიღო, აი, ეს ძველი თბილისია, მე მგონი, კი, შარდენი. ესეც ეს არ ვიცი, უკვე ძველი თბილისია. მანქანის პარკინგს თუ დავაკვირდებით, მე მგონი ძველი თბილისია. მანქანების პარკინგს თუ დავაკვირდებით ტროტუარზე, კი. თბილისია, მე მგონი მერიის უკან არის. კარგი, აბა ნახოთ სხვა ქუჩა. ეს T3. ჯიპი გიტარის ეს, აბა გავუშვათ. აჰა, ეს არის მერია, ხო? მერია კი საკრებულო თბილისის. თავისუფლების მოედანია. აქ უკვე აქ ქვაფენილი არ არის, ამოიღო ქუთაისი. კარგი ექსპერიმენტებია, შეგიძლიათ მე თქვენთანაც ჩაატაროთ, როდესაც თუ არ გახსნეს. ხო, შარდენი, ქუთაისი, ისე იგივე ამოიღო. თქვათ იგივე არ ამოუღია ქუთაისის და განსხვავებული სურათები. სულ ქუთაისები ამოიღო. აქ ნახეთ ქვაფენილი კი აღარ თამაშობს გადაწყვეტ მნიშვნელობას. ნახეთ კონგურიანი შენობა, ფანჯრების მოყვანილობა და შენობის ფასადი. შეხედეთ, სულ ყველა მსგავსი შენობა, კონგურები აქვს, ფანჯრების მოყვანილობა გავს და ფასადი გავს და ეს სტოლდები, ბოძები ბოდიში. ნახეთ, კონგურიანი შენობა არ არის, მაგრამ ნუ შეხედეთ ფასადი, მოყვანილობა, ფანჯრების მოყვანილობა, მომრგვალებული ფანჯრები. აქაც კონგურები ქვია, ხო, თუ კოშკები, თუ რა ქვია ამათ თავზე, კონგურები ქვია. მაგრამ ფანჯრების მოყვანილობა. აქაც ფანჯრების მოყვანილობა. შეხედეთ, როგორ შეარჩია, რითი მიამსგავსა ერთმანეთს. და კიდე რამე დაგვრჩა? მე მგონი ყველა ვნახეთ, ხო? მე მგონი ყველა ვნახეთ. ნუ ამაზე კიდე ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება შეგვიძლია სხვა მოდელებიც ვნახოთ, მაგალითად, სხვა მოდელებით გავარჩიოთ, ცოტა დროს წაიღებს ახლა და შეგვიძლია მე ეს უკვე კომპიუტერულ ხედვაზე ან თორსა სახის ამოცნობაზე რო ვისაუბრებთ, იქ გავიაროთ ეს კარგად. მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ უბრალოდ სურათებისგან დაგენერებული ვექტორებით ნეირონული ქსელი ან ჩვენ მანქანის სწავლების მოდელები ჩვეულებრივი სურათიდან ხედავთ ძალიან ძნელია ხო სურათი კონტექსტით მიამსგავსო მეორე სურათს პირდაპირ ეს ძალიან შეუძლებელი ამოცანაა პირდაპირ სურათებზე მაგრამ ნუ პირდაპირ სურათებზე არსებობს რამდენიმე ალგორითმი საინტერესო ალგორითმი მაგალითად SIFT ამას ალბათ ცოტათი შევეხებით რომელთაც ეგეთი რაღაცა შეგიძლია გააკეთო რომ რაღაც მსგავსებები გააკეთო სურათების ნეირონული ქსელი რომელიც აბსოლუტურად სხვა მიზნისთვის იყო გაწვრთნილი აკეთებს ისეთ ვექტორულ გარდაქმნას სურათის, რომ აი რაღაცა მახასიათებლებით უბრალოდ იმით, რომ ხედავთ გარეგნობა და არქიტექტურაის კარგი მაგალითია ბოლო.
ფანჯრის მოყვანილობით, გარეგნობით და არქიტექტურით მიამსგავსა ორი სხვადასხვა სურათი ერთმანეთს. ამოიღო ანუ კუთხე ამათ შორის მე ხა ევკლიდური მანძილით ამომეღო, ხო შეიძლება ასეთი მსგავსება არ ყოფილიყო, იმიტომ რომ აქ მაგალითად კონგურის კოორდინატი და ამ ფანჯრის კოორდინატი არის, მაგრამ შეიძლება ერთგან უფრო ბევრნი იყვნენ ესენი. მეორეგან უფრო მაღალი ნიშნობა კონდეს, აქ უფრო დაბალი ნიშნობა კონდეს. თავარია რომ მიმართულება კონდეს ერთი და იგივე, ანუ ეს კოორდინატები ერთ მხარეს ეკაჩებოდეს ორივე ვექტორს, ერთ მხარეს ახედებდეს ორივე ვექტორს. ნუ დაახლოებით ეხარეს, ხო? ამიტომ კუთხური მანძილი აქ უფრო ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში არის ისე რომ ევკლიდური მანძილი ეფექტურია. ევკლიდური მანძილი უფრო კონკრეტულია. უფრო გეუბნება ეს ორი ვექტორი ახლოს არის ერთმანეთთან. თუ ახლოს არის, მათ შორის კუთხეც პატარაა, მაგრამ თან ამ მაგალითად აქ შეიძლება ფანჯრის კოორდინატი, რომელიც ფანჯარაზე ხო არის პასუხისმგებელი, უფრო მეტი იყოს ვიდრე კონგურაზე, რომელიც არის პასუხისმგებელი, მაგრამ მიმართულება საერთო ჯამში ერთი და იგივე კონდეს ამ ვექტორს. ევკლიდურად შეიძლება ეს ამასთან ახლოს არ იყოს. ევკლიდურად ასე კარგად შეიძლება ვერ განზოგადდეს. მოძებნოს უფრო კონკრეტულად ამის მსგავსი სურათები. ამან მოძებნა კონკრეტულად ამის მსგავსი კი რაღაცებს თვალი დახუჭა, რაღაც მახასიათებლებზე, რომელიც დაემთხვა მიმართულებით, რაღაც მახასიათებლები, აქ კონგურა, აქ საერთოდ არ კონგურა, მაგრამ ფანჯრის მოყვანილობამ და არქიტექტურამ შეიძლება მოძებნა, აი ამან შეიძლება გადაწყვეტი მნიშვნელობა ითამაშა და დაამთხვია. აქ კონგურებმა ითამაშეს, ხო? აქ არ არის კონგურა, მაგრამ ფანჯრის მოყვანილობამ და არქიტექტურამ შეიძლება ფერმა და თქვათ რაღაცამ კიდე ითამაშა, მაგრამ აქთან მანქანა საერთოდ აქ მანქანებია მაგალითად ბევრი. თარი, აქ მანქანებთან საერთოდ არ ჩანს. ასევე აი მაგალითად აქ პარკინგია და მანქანა, აქაც მანქანებით გადამწყვეტა, აქ ხალხი არის უფრო მეტი, აქ ხალხი საერთოდ არ ჩანს. მიდიოს ვიტყვი აქ, მაგრამ აქ ნახეთ პანჯარა და კონგურა გადამწყვეტლს თამაშობს. ნუ ძირითადად ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა დღეისთვის, თუ გაქვთ კითხვები, მოხარული ვიქნები რომ მიპასუხოთ. იმედია საინტერესო იყო ლექცია და იმედია რაღაცები გასაგები იყო. კარგი იქნება რომ არა მარტო სლაიდებს გადახედოთ, ასევე ამოცანები გააკეთოთ და რაც გითხარით ისინი დაამტკიცოთ. მე ამასობაში მოგაწოდეთ ნოუთბუქს, სადაც რამდენიმე ამოცანა მექნება, ეს ვექტორები მექნება, თქვენ თვითონ იმუშაოთ ამ ვექტორებზე, რაღაც ამოცანები ამოხსნათ და რაღაცები კარგი იქნება რომ დაამტკიცოთ თქვენ თვითონ. დავალებაც ექნებათ, ხო ბავშვებთ, თუ კი, დავალებას ავტვირთავ აუცილებლად ვექტორებთან დაკავშირებით. რამდენიმე და ის დამტკიცებებიც მინდა რომ გააკეთონ. და ხო, დანარჩენი ახლა მე გადაგზა კიდე მატრიცებზე ვიმუშავებ, შემდეგში მატრიცებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ორი რაღაც არის, ეს ვექტორი და მატრიცა არის ძალიან მნიშვნელოვანი მანქანის სწავლების კარგად გააზრებისთვის. ზოგადად მე თუ თქვენ კარიერა საერთოდ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ფიზიკის მიმართულებით, ან მომენტ ტექნიკური მიმართულებით დამიჯერეთ ვექტორი და მატრიცა, თეთრ ცხოვრება თქვენი ასე ვთქვათ, თანამგზავრი იქნება ერთ-ერთი თქვენ კარიერული თანამგზავრი და კარიერული ასისტენტი. ინსტრუმენტი, რითაც იმუშავებთ და მოდელირებას გააკეთებთ საკმაოდ რთული პროცესების, ასე რომ ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით ვექტორი და მატრიცა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. დიახ, ნიკა. თქვენ რო ახსენეთ, თქვენც ჩაატარეთ ექსპერიმენტები. მე მოვასწარი ის კოდი გადამეწერა სიტყვების მოდელისთვის და ცოტა ვითამაშე ჩემითაც და საინტერესო რაღაცა გავიგე. კატას დამატებული სპილო და გამოკლებული ხორთუმი თურმე ვეფხს უდრის. რა უცნაურია, ანუ სპილო ხო ზომაც აქვს, ხედავთ რა არის? სპილოს ორი გადამწყვეტი კოორდინატი აქვს, ხო, ესე იგი რაც სპილოთ აქსებს. დიდი, ალბათ 4 ცხოველი რაღაცები აქვს, მაგრამ დიდი და ხორთუმი. თქვენ რო კატას გამოვაკელით, რა გამოვაკელით კატას? კატას დაუმატე სპილო და გამოვაკელი ხორთუმი. ანუ კატას სპილოს გამოვაკელით ხორთუმი, დარჩა დიდი 4 ცხოველი და ეს დაუმატეთ კატას. ანუ კატა გაზარდეთ ზომაში სინამდვილეში და მიიღეთ ვეფხვი, ხო? აბა ფაფარიც სადეთ. დაუმატეთ კიდე ფაფარი. ყოჩახნი, კაი, ძალიან მაგარია, ხო? ხო რა კაი რაღაცაა, ხო? ვექტორებს, ხო, ვექტორებს რო სწავლობ შრალად, ერთი რაღაცაა, ხო? სწავლობ და ნუ რაში ვფიქრდება, ფიქრობ, ხო? როგორც კი ესეთი
კარგი თვალსაჩინო მაგალითია, როგორ რაღაცებში გაკეთება შეიძლება ვექტორებით, უკვე შენთვის საინტერესო ხდება, რომ ვექტორებით შეიძლება სიტყვები გადაადგილოს, სიტყვების მანიპულება გააკეთო და მეორე მნიშვნელოვანია სურათები მოძებნო, რომელსაც აბსოლუტურად ვფიქრობ, რომ ამ სურათებს რო დააკვირდებით, აბელი არ აქვს საერთო გარდა კონტექსტისა, რომელსაც ადამიანი კი აღიქვავს, რომ ეს ორივე ძველი ქალაქის რაღაც ნაწილია და ესეთი ტიპის არქიტექტურაა, მაგრამ პიქსელების დონეზე ხო ეს საერთო არ არის, ძალიან სხვა სურათია. არაფერი არ აქვს პიქსელების დონეზე. არც ცის ნაწილი აქვს ერთნაირად გადანაწილებული, თუ დააკვირდებით, არც ფანჯრები ერთნაირად გადანაწილებული, არ ქუჩის განლაგება, არც შენობები დგას ისეთ ადგილას, რომ დაემთხეს პიქსელები და ამით შეედაროს. მაგრამ როგორც კი გადავიდა ვექტორებში, მანქანის სწავლების მოდელით, ხო, ნეირონული ქსელი. მაშინ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა ერთმანეთს დაემთხვა და კონტექსტის მიხედვით, ამას ქვია კონტექსტური ძებნა, კონტექსტის მიხედვით მოძებნა. კონტექსტური ძებნა არა ძებნა, როდესაც ტექსტს მარტო ქივორდებით და სიტყვებით კი არ ეძებს, ან სურათებს პიქსელების გავსებით, არამედ კონტექსტზე დამოკიდებულად კონტექსტის მიხედვით, რომელიც უფრო ზოგადია, რომელიც ესეთ ზოგადი ინფორმაცია რაც გამოგვაქვს სურათი და ამ კონტექსტის მიხედვით ეძებს სურათს. კარგია, ნიკა ძალიან მომეწონა. შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ მიბაძეთ ნიკას ძალიან საინტერესოა. ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში შეგიძლიათ, რომ უბრალოდ ვცდილობთ, რომ რაღაც პატარა სიამოვნებაში გიჯიკოთ, ხო თქვენ, რომ რაღაც პატარა აი სტარტი მოგცეთ. დანარჩენი დამოკიდებიანი მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს დღეს ეს არ არის ძალიან რთული, იმიტომ რომ გვაქვს ინტერნეტი და გვაქვს ცნობა უშუალოდ ინფორმაციაზე. კიდევ თუ არის კითხვები, მოხალხე იქნება რომ გიპასუხოთ. ან ტოპატში მოხდა ხო ნიკა? როგორ მოხდა? აი ძებნაში ტოპატში მოხდა ტაიგერი, ხო? კი, ეს იყო, მესამე იყო. ნუ პირველი სპილო, მეორე კატა და მესამე ტაიგერი. ხო, მოი დაასტამბეჭდავია. დაასტამბეჭდავია ყოჩახნიკა. რა ვიცი, მე მგონი კითხვები არ არის. ხო, მოდი გამორთოთ საათი უკვე, ანუ 6 საათი. რამდენიმე კითხვა მოდის ხოლმე კიდე შევაჩერდა წერა და შეიძლება რამდენიმე კითხვა წამოვიდეს კიდე. კი ბატონო, მე დისკორდზეც გიპასუხებთ, ლექცია გვაქვს დისკორდზე შესაბამისი, ანუ ჩვენ 6 საათი და 3 წუთი, ანუ სინამდვილეში რამდენი 2 საათი ჩავატარეთ, ხო?